მივესალმოთ აბა ჩვენს პატივცემულ მსმენელს. უნდა გითხრათ მეგობრებო, რომ უფრო მოიმატა მსმენელთა იმ რაოდენობა, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ეგ კარგია ყველაფერი, რასაც ლაპარაკობთ, რასაც საუბრობთ, აზრობრივად ისინი გვეთანხმებიან, მაგრამ მიდით და ჩვენც მოვყვებით. ამაზე ძალიან დიდი მადლობა, რომ არის ასეთი შემოხმიანებები, რა თქმა უნდა. მაგრამ ჩვენ არაერთხელ გვაქვს ნათქვამი და გავიმეორებ მეც, რომ ძალიან ბევრი რამაა გაკეთებული. ჯერ კიდევ ბატონი აგაკი თავის სიცოცხლეში მეუბნებოდა ჩვენ და ყველა ხალხს მიმართავდა. 99% ამ საქმის არის უკვე შესრულებული, გაკეთებული, შეგროვებული ხელმოწერებით, ჩატარებული სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობებით, სამჯერ დაუძახეთ ხალხს, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო არ მოხერხდა ამ ხალხის საჭირო რაოდენობით იმ აქციებზე მოსვლა. ეს მინდა მოკლედ ეს ჩემო მეგობრებო თქვა და ამ თემებზე გვექნება საუბარი. კიდევ არის გარკვევა უნდათ ჩვენს მსმენელებს, რომ ბატონი აგაკიო ვერ გაუგიათ, რომ წინასწარმეტყველი არაერთხელ გვაქვს ნათქვამი, რომ რა პიროვნება, რომ არის ბიბლიური ნუგეშის მცემელი. ამაზე ესეც ერთ-ერთი შეკითხვა არის ასეთი ძალიან საინტერესო, უნდა განვმარტოთ კიდევ, რა თქმა უნდა, მოგვიწევს ამის განმარტება და მთელი ყურადღება არის მიპყრობილი კიდე ქვეყნის გარეთ, რომ აგერ ელოდებიან რუსეთ-ამერიკის ამ ორი მონსტრი სახელმწიფოს პრეზიდენტების შეხვედრას, ბატონი დონალდის და ბატონი ვლადიმერის შეხვედრას და რა იქნება, როგორ იქნება, რას მოუტანს ის მსოფლიო თავად რუსეთს, თავად ამერიკის შეერთებულ შტატებს და ყველაზე მეტად ჩვენ გვაინტერესებს ჩვენ ქვეყანას, საქართველოს, ქართველ ერს. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული და ჩემო კახა აი ამ თემებზე დავიწყოთ საუბარი. ჯემალი ჩაგვერთვება მერე და კი ბატონო, მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. მადლობა სუხდით, ვინც გვეხმიანება გარკვეულწილად თავიანთ მოსაზრებებსაც გვაწვდიან და არის ერთი ასეთი სახის შემოხმიანება, რომ დაიწყეთ და შემოგიერთებითო, მარტო ლაპარაკი საქმეს არ შველისო, და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს საქმე დიდი ხანია, რაც უკვე დაწყებულია და კეთდება. ბატონი აგაკი 28 წლის განმავლობაში ამ საქმისთვის იღვწოდა. ამ საქმის არსი მთავარი რაც უნდა იცოდეს უმრავლესობამდე, ეს იოლი გასაგებია, გადარჩენის საკითხი წყდება პოლიტიკურად და არა რელიგიური ფორმით. ეს კარგად უნდა გავიგოთ, რომ სამომავლოდაც, ესე იგი კაცობრიობისთვის უნდა შეიცვალოს პოლიტიკურად ცხოვრების წესი. აქ არ არის ლაპარაკი რაღაც ახალ რელიგიურ ქადაგებლობაზე და რაღაც ახალი რელიგიის წარმოქმნაზე. კაცობრიობას გააჩნია 4 უდიდესი და უძირითადესი ისტორიული რელიგია: ქრისტიანობა, ბუდიზმი, მაჰმადიანობა, იუდაიზმი და სხვათა შორის და ზუსტად აღარ უნდა ამ საკითხს ესე შორიდან მოვლა და პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ იქ სადაც საუბარია უფლის ტახტზე, რომელზეც უფლის სიტყვა ჯდება, მას 4 მცველი იცავს. ეს იგავი ქონდა მოცემული სახარებისეულად. და ამ 4 ცხოველში იგულისხმება 4 რელიგია, როგორც მცველი ამ უფლის ტახტის, რომლის თავშიც ჯდება სიტყვა, უფლის სიტყვა და სიტყვა ღმერთი. ასეთია ქართულ ენაზე უკვე გაცხადებული ჭეშმარიტება და რეალობა, რაც მანამდე იყო დახურული, დაფარული და უცნობი კაცობრიობისათვის. ვინაიდან იქვე იყო მითითებული, რომ აქამდე იგავებით გესაუბრებით, მეც ვერ იტვირთავ დრომოა და გაცხადებულად გავუწყებთო. ამავე დროს ჩვენ ქართველებს ივანე ზოსიმეს წინასწარმეტყველებით უნდა ითქვას, რათა ჩვენ გაგვადვილებოდა ამ ურთულეს დროს, ამ უსერიოზულესი საკითხის გადაწყვეტა, წინასწარ მოცემული ქონდა, რომ
ქართულ ენაზე უნდა გაცხადებულიყო ჭეშმარიტება და ქართული ენით, ქართული სიტყვით უნდა უწყებოდა მთელ მსოფლიოს. რომ ერთი ამენით განიკითხავსო მთლიან კაცობრიობას. ეს ცნობა გქონდა და მართლაც ჩვენ გვაქვს სწორედ აი ამ ფაქტთან საქმე, როცა ღვთისმნებელობა გაცხადა ქართულად, ქართულ ენაზე, ეს იყო საზძლო პირი, საზძლო ფუნქციური თვალსაზრისით საზძლო ადამიანი. ეს არ არის წინასწარმეტყველი. ტრადიციულად ჩვენ ასე გვესმის, რომ ადამიანი თუ ღვთაებრივთან არის დაკავშირებული, მაშინ ადამიანს უნდა იყოს წინასწარმეტყველი და ის გვამცნობს იმას თუ რა იქნება. ბატონო აკაკი თავისი ფუნქციით იყო საზძლო პირი. ასევე არის საზძლო ქალაქი, ანუ საზძლო ერი, რაც ქართველი ერია. ასევე არის საზძლო კაცობრიობა. და ეს სიტყვა იხსნება ქართული ენით. აქ არ არის ლაპარაკი პატარძალზე და საპატარძლოზე, თუმცა მაშიც იგავიდეს საზძლო გაძლებასთანაა დაკავშირებული, ძლეველობასთან არის დაკავშირებული. ადამიანმა თავის თავში უნდა სძლიოს იმას, რაც ხელს უშლის, რომ ღვთაებრიოს დაუკავშირდეს და მიიღოს ის მოთხოვნები, აღასრულოს და ასე შემდეგ და ასევე ერი და კაცობრიობა. ესე რომ ეს საქმე დიდი ხანია, რაც დაწყებულია და მოსული სიტყვაა ჩვენთან, უფლისნებელობაა გაცხადებული, ეს არის ახალი სიტყვა, რომელიც გთხოვს და მოითხოვს არსებული ფორმაციის, ანუ იგივე ბოროტების საფუძვლის შეცვლას, ანუ ბოროტების დაგდებას, ისე ვიგაურ სახარებისეული ენას თუ მოიხმობთ, ბოროტების გზა გვაქვს დასაგდები, ანუ არსებული დრომოჭმული კაპიტალიზმი გვაქვს შესაძლებელი ფორმაცია, ფულის ფორმაცია გვაქვს შესაძლებელი. რითი ახლით, ეს ახლის პრინციპებიც მიღებული გვაქვს. როგორი უნდა იყოს, რანაირად უნდა იყოს და ასე შემდეგ. ეს რაც არის, ახლა ბუნებრივად არის ვიტყვით, ხო, იმას რასაც ადამიანი ქმნის და რაც მკვიდრდება, შემდეგ ვიტყვით, რომ ეს ბუნებრივად არის. ასია თუ ისია არის და რაც არის, ეს არის იმ გონების პროდუქტი, რომელიც საზრდოობდა თალმუდის მცნებებით, რომელიც საზრდოობდა ვაჭრობით, ანუ შეფარული ფორმით ქონების დაუფლების მეთოდოლოგიით, რომელიც სარგებლობდა, რა ჯგუფებიც არსებობდნენ და იყვნენ და ამათ ჩამოაყალიბეს ის ფულის სისტემა, ის კაპიტალიზმი, რაც უკვე ყარს და ყველაფერი თვალნათელი არის. ხედავთ რა ხდება ევროკავშირში, როგორი თვითმხილება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ხო, ეს არის შესაძლებელი ჩვენ ნაწილობრივ კაცობრიობამ სცადა ეს შეეცვალა და ჩაენაცვლებინა ასევე ადამიანების ტვინში დაბადებული და ადამიანების ტვინით მოფიქრებული კომუნიზმით, მარქსიზმით იგივე. არა, ახლა უზარმაზარი ინსტიტუტები იყო მარქსიზმის და უზარმაზარი ფილოსოფია იყო და ნახევარი მსოფლიო პურს ჭამდა ნამგალითა და უროთი. ეხლა რომ მივივიწყეთ და ვითომ ეს არც არსებულა და ესე არ არის რა თქმა უნდა. მარქსის ტვინში მოხარშული და არა მარტო მარქსის ტვინში მოხარშული იდეოლოგიით იყო მოწყობილი ნახევარი მსოფლიოს მართვა და ახლა რაც არის ეს კიდე იმ ხალხის ტვინშია მოხარშული და დამკვიდრებული, რომლებიც ვაჭრობითა და სხვადასხვა სფეროში იყვნენ დასაქმებულები და ასე შემდეგ. აი შვედი მევახშეობით. აი რაც საქართველოშია მოსული, ეს არ არის კაცის პროდუქტი, კაცის გონის პროდუქტი. მოდი ახლა ესე მინდა რა, ესე კი არა ის თითქოს ეს ხელწამოსაკრავი საკითხია, ეს ფორმაციული ცვლილება, სულ რამდენიმე ფორმაციული ცვლილება გავლი კაცობრიობას თავისი დასაბამიდან დღემდე. ეს იწვევდა თავისთავად ცხადია გლობალურ ცვლილებებს თავის დროის აზროვნებაში, მიმართებაში, დამოკიდებულებებში. აი ეს ბოლო ფორმაცია დაემთხვა მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის ჩამოყალიბება, განვითარებას, რომელმაც ადამიანი ძალიან სწრაფად გაიყვანა კოსმოსში და ახლა უცაბედად აღმოჩნდით ციფრული ეპოქის, სიტყვის ეპოქის პირობებში, როდესაც გლობალური კონტროლია დამკვიდრებული და ეს კიდევ ცალკე შელობის საგანია, მოკლედ ტელეფონს აიგებ და დედამიწის ნებისმიერ წერტილში შეგიძლია დაუკავშირდე და საჩიტი როგორ აფრიდა ისიც კი გაიგო. ესეთი რამ ზღაპრებშიც კი არის ხოლმე. აი ზღაპრულ ძველი თაობებისთვის ზღაპრულ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება და აი ამ დროს მოითხოვება, რომ დავაგდოთ ეს ბოროტების გზა. როგორც აღნიშნე დავით,
არაერთი ყრილობა, ეროვნული ყრილობაა ჩატარებული, თავისი შინაარსობრივი დატვირთვით ეროვნული ყრილობა და არა ჩვენ რო შევიკრიბოთ და დაუძახოთ ამას ეროვნული ყრილობა, დავარქვათ ან თუნდაც თავადაზნაურთა ყრილობა და რაღაც ნებისმიერი სახელი შეუძლია ადამიანმა დაარქვას თავის თავყრილობას, მაგრამ თავისი რეალური შინაარსით იყოს ეროვნული ყრილობა, ეს სხვა საკითხია. ეს იყო ეროვნული ყრილობები, რომლებიც ეყრდნობოდა მილიონობით შეგროვებულ ხელმოწერას, გარკვეული შინაარსით ხელმოწერები და იურიდიული სამართლებრივი თვალსაზრისით გზები აბსოლუტურად მოსწორებულია, არაერთხელ გვითქვია ეს საკითხი. ახლა ყველა იტყვის, რომ მარტო წერაო და მარტო ყრილობა არაფერი, ესეც სრულიად მართალია და არაერთხელ მოუხმეთ საყოველთაო ეროვნულ დიად აქციაზე საზოგადოებას, სადაც უნდა გადაწყვეტილიყო ერთხელ და სამუდამოდ ქართველი ერის განვითარებისა და ქართველი ერის ყოფნის საკითხები. იქ უნდა გადაწყვეტილიყო იმ საყოველთაო ეროვნულ დიად აქციაზე, რომელსაც ზედვე უნდა დართოდა ეგრეთ წოდებული მეოთხე ყრილობა, მაშინ იგი მეოთხე შეიძლება არ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადი საკითხები საყოველთაო გამიტომ რომ ნებელობა ვიცით რომ თლათ ნებელობით არ ხდება, რბილი ძალა ეს ზოგად პრაქტიკაში მიღებულია, თუ კი საზოგადოება აღშფოთებულია და ქუჩაშია გამოსული და ითქოს, მაშასადამე ეს არის პრობლემა და მიმდინარეობს ამისი უნდა თუ არ უნდა განხილვა და ასე შემდეგ რა. აი ეს სამართლებრივად გეკუთვდი, სამართლებრივად ჩამოყალიბებული გაქვს, გამართული გაქვს, მაგრამ ამას გამაგრება ჭირდებოდა აქცი და არაერთხელ უხმეთ საზოგადოებას იმ პერიოდის საინფორმაციო ბადესაც თუ გავითვალისწინებთ და ძალიან ბევრ რამეს უზარმაზარი შრომა იყო ჩადებული, მაგრამ სასურველი შედეგებს ვერ მივახციეთ, იმიტომ რომ შეპირება ხალხმა ბევრმა იცის, ბევრის შეპირება იცის. ერთ-ერთ პირველი გამოსვლების დროს 20,000-ზე მეტი ადამიანის პირადი ტელეფონი ჰქონდა ჩაწერილი, რომლებმაც გითხრეს რომ დაგვიძახეთ და გამოვალთ და იმ პერიოდისთვის ჯერ კიდევ ადვილად გადასაწყვეტი იყო ეს საქმე და 10,000 ადამიანი რომც გამოსული იყო, ეს იყო საკმარისი პირობა, რომ ფორმაციის შეცვლისათვის დაგვედოს საფუძველი. ეს იქნებოდა საპროტესტო აქცია ერთდროულად, ეს იქნებოდა აქცია, სადაც ღიად გავაცხადებდით, რომ ჩვენ ამ ბოროტების გზის დაგდების მოსურნე ვართ, ქართველი ერი, აგერ გვაქვს დე იურე და დე ფაქტოდ რო ვაქციოთ, აი ამდენი ხალხი გამოსული ვარ და ასე შემდეგ, აქ ყველაფერი აწყობილი იყო მექანიზმი და არ მოითხოვებოდა 10,000-ზე მეტი ადამიანის გამყონა. აქ ლაპარაკი გვაქვს 2000-იან წლების საწყის პერიოდში. რაც დრო გავიდა, უფრო და უფრო გართულდა ამ საკითხების გადაწყვეტა. და დღევანდელობას თუ გავადევნებთ თვალს მithumetes ბატონ იაკაბის სასვლის მერე თუ სადამდე დაიწია ზოგად ურება, ზოგად რეიტინგმა, ანუ რეიტინგებით იზომება, ხო? რა დონეზე დაიწია და რა დონეზე აიწია კიდევ გარკვეულმა ტემპერატურამ, თამასამ რა სიმაღლეზე აიწია, დღეს ძალიან ძნელია გადაწყვიტო ეს საკითხები ესეთი მასობრივი გამოსვლებით, იმიტომ რომ ვიცით რომ შეპირება ბევრია, მაგრამ პრაქტიკულად ხალხის გამოყვანის სადავეები ხელში უჭირავს ხელისუფლებას, არსებულ ფაქტობრივ ხელისუფლების ხელშია, ეკლესიის ხელშია, ხალხის მასობრივი ქუჩაში გამოსვლა საპროტესტო თუ სადემონსტრაციო ან არ გამოსვლა, ამასაც ხაზს უსვავ. ეკლესიის ხელში გავიხსენოთ 17 მაისი, ოჯახის სიწმინდის დღე. ეს ძალიან კარგია, მაგრამ არასაკმარისია ზოგადად, ძალიან კარგია, მაგრამ არასაკმარისია. ასევე ხალხის გამოყვანის ბერკეტი გააჩნია დასავლეთ გლობალისტებს, აგერ ქუჩის აქციები არ წყდება, თვეებია, ასობით მილიონზეა ლაპარაკი, დიდი ფული ტრიალებს, არა მარტო ფული, დიდი იდეოლოგია ტრიალებს, რა იდეოლოგიაც უკვე სოფლიოში იცვლება და ამას თავისი მიზეზები გააჩნია. აი მათ შეუძლიათ გამოვიყვანონ მრავალათასიანი მიტინგები და დააყენონ და აი ამ კონკურენციის პირობებში რამხელა მობილიზაცია დაჭირდება საზოგადოებას, ქართულ საზოგადოებას, რომ შენ ქართული მოთხოვნა გაიტანო. წინა გადაცემები მიუძღვენით სწორედ იმ საკითხს, რომ ჩვენ შევედით
მსგავსების ფაზაში. ეს ყველაზე სახიფათო ფაზაა და რატო? საერთოდ ზოგადად თვითონ თავად ცივილიზაციის განვითარების საფეხურზე მსგავსების ფაზა ყველაზე სახიფათოა, იმიტომ რომ მსგავსი კრავისა და იზრახვის როგორც ურჩხული შინაგანად. ამ დროს შეფუთულია ბოროტება იმგვარად, ის შემხსნელი გონია. და ამ ფაზაში როცა შედის კაცობრიობა, დაღუპვა სწორედ მაშინ არის მოსალოდნელი. ის გაცდეს, გატყუებს, მაგრამ მტაცებელია. და ისეთი გზით წაგიყვანს, რომ საკუთარი ხელით დაგანგრევინებს საკუთარ ნაშენს, საკუთარი ხელით გამოგაჭრეინებს ხელს, საკუთარი ხელით ამოგაწყვეტინებს საკუთარ მომავალს. რაც ხდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეხლა ამის რა გარკვეული გადაფორმატება, გადალაგების პროცესს შევყურებთ, რაც ასევე ძალიან გლობალური მასშტაბის პროცესია და ამას ცალკე ანალიზი ჭირდება. მსგავსების ფაზაში ყოფნა ქვეყნისა სწორედ იმას ნიშნავს, რომ ენა მამული სარწმუნოა ერთის მხრივ, მშვიდობა და არა უსაზღვრო ომში, უსაზღვრო დიდი ძალების ჭიდილში ქვეყნის ჩართვა და დაანგრევა, ეს აბსოლუტურად სწორედ ამართებულია, მაგრამ ამის უკან 6 მილიარდის შემოტანა კვლავ სამშობლოს გაყიდვა დადებული. ხო და აი ამ პირობებში რამხელა მობილიზაცია უნდა მოხდეს, რომ ეს ყველაფერი გადაფარო, გააჩერო. და ეს მსგავსება უკვე გარდასახოს სხვა რამეში. ის მხეცის ბუნება რო გამოაკლო. რამხელა მობილიზაციაა საჭირო. და ჩვენ ამხელა მობილიზაციის სურვილს ვერ ვხედავთ ჯერჯერობით. არის შემოხმიანებები, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. ჯერ ვერ ვიგებთ, რომ ჩვენ თუ უნდა უშველოთ, როგორ უნდა უშველოთ და თუ შველა არის საჭირო და ეს აუცილებელია, რა გვევალება. ამის გაგება გვიჭირს. რომ ეს საკითხი პოლიტიკურადაა გადასაწყვეტი, რომ უფლის ნებელობის მიხედვით არის მხოლოდ და მხოლოდ გადარჩენა შესაძლებელი. ფორმაციის შეცვლით, ეროვნული საკუთრების გამოცხადებით და გაყიდული გასხვისებულის უკან დაბრუნებით, ესაა მოთხოვნა. და ჩვენ უყურებთ, რომ პროდასავლური ანკლავი რამხელა მასშტაბის და რა დროის განმავლობაში ატარებს უშველებელი ოდენობის ხალხით და ახალგაზრდების ჩართულობით ამ აქციებს. რამდენი ყავს თავის მხარეზე გადაყვანება. კი ბატონო, სახელმწიფო უძლებს, თუმცა ამ სახელმწიფოს ხელისუფლება მართავს, როლი მსგავსების ფაზაშია. აი ქართველი ერი სად არის ამ დროს? სად არის დანარჩენი პოლიტიკური ძალები, როგორ არის? არ იგრძნობა ეს განწყობა. ჯერჯერობით არ იგრძნობა ეს განწყობა, რომ მივდივართ იქითკენ, რომ უნდა გაყიდული გასხვისებული დავიბრუნოთ. არადა თითქოს ამისი გარემოც იქმნება მსოფლიოში. იმიტომ რომ მთავარი ფიზიკური მართვის ცენტრიდან წამოვიდა რა? გლობალისტური დამთავრდა, ჩვენ შინაგან საქმეებს უნდა მივხედოთ, ჩვენ არ გვინდა, აღარ გვაინტერესებს თქვენ საქმეებში პირდაპირ ვერ ეოდეთ, ჩვენი თავი გვაქვს მისახედი და აქ გვაქვს დასალაგებელი და ძალიან ბევრი რამე უკუღმართათაა აწყობილი, ამერიკელი საზიანოთაა გაკეთებულიო და ფინანსებით რო შემოდიან დაუშვათ იგივე ჩინეთი, უფრო ჩინეთზეა ლაპარაკი და ფინანსებით რო იპყრობს თედრიქ სფეროებს, ეს ჩვენთვის კატასტროფაა და ამას ლაპარაკობს 300 მილიონიანი ქვეყანაა და ჯერჯერობით მაინც მსოფლიოში უმსხვილესი ეკონომიკის და უდიდესი ქვეყანაა. ის თავის წუხილებს ასე შლის მთელი მსოფლიოს გასაგონად და არადა ჩვენ რომ ვისარგებლოთ ეს დროც არის სწორედ რომ დიახ ვისარგებლოთ ამ შექმნილი ვითარებით. არადა ეს წუხილები რეალური არსებობა სისტემა ეს სახელმწიფოს რომელიც სხვების ძარცვის ხარჯზე, იქიდან გადაკაჩვის ხარჯზე ცხოვრობს, იმასაც კი პრობლემები შეუქმნა და აი ამ ფონზე რა შეიძლება ვთქვათ 3 მილიონიან პატარა ქვეყანა, რომელიც თვითონ არის სხვისი სატელიტი და თვითონ იძარცვება იქით, ჩვენ რა პრობლემების წინაშე ვართ, ხა თქვენ წარმოიდგინეთ, ბოდიში ამ. აბა რა, იმის მაგივრად რომ ჩვენ ესე იგი ახალი ფორმაციით, ახალი მიდგომებით დავიწყოთ ეროვნული ეკონომიკის აშენება და შექმნა, ახალი თვალსაზრისებით დავიწყოთ ძიება თუნდაც გარე ფინანსების, რატომაც არა, მაგრამ პირობებს გააჩნია
რისთვის უნდა მოიძიოს თანხები, რა უნდა გააკეთო, ვისგან უნდა აიღო, რა პირობით უნდა აიღო, ეს ყველაფერი ღია საჯაროდ უნდა იყოს და აქ ყველაფერი უნდა იყოს გახსნილი. ჩვენ უნდა ავიღოთ პირდაპირ არის ახალი პროგრამით მოცემული საგარეო სესხი, როგორ იქიდან უნდა აიღო, რომელიც არ დაგიყენებს საკითხს, რომ შენ რაში უნდა ჩადო და რა უნდა გააკეთო. იქიდან უნდა აიღო, რომელიც ამავე პირობით იქნება ყველაზე უფრო დაბალ პროცენტიანი და ყველაზე უფრო დიდი ხნით. იმიტომ რომ მოასწრო მანამდე საჭირო სიმძლავრის ჩამოყალიბება, შექმნა, მრეწველობა სჭირდება თუ რა საჭირდება, ეს ერიც გონმა უნდა განსაზღვროს, ჩამოაყალიბოთ და ასე უნდა იყოს საგარეო სესხებთან დამოკიდებულება. ამავე დროს საგარეო ვალები რაც გაგვაჩინა, ვისტუმრებთ იმას, რაც მართლა ქართველებს მოხმარდა, მაგრამ ჩვენ არა ვართ ვალდებული იმ სესხების გასტუმრებაზე, რომელიც აქ არ შემოსულა, ქართველებს არ მოხმარებია და თუ კი ვინმეს რაიმე პრეტენზია გააჩნია, მაშინ ვისაც მისცა ის სესხი, ვისი ხელმოწერითაც არის აღებული და ამდენი საგარეო ვალია და ქვეყანას კეთილინებონ და თვითონ მორიგდნენ იმ პიროვნებასთან, ან იმ ჯგუფთან, ან იმ ოლიგარქთან. ეს არის პროგრამული მოცემულობა, როგორ გამოხვიდი ამ ჩიხური მდგომარეობიდან და როგორ ჩაუყარო ახალი საქართველოს, ნამდვილი საქართველოს მშენებლობას ბალავარი. ასეთი მიდგომებია საჭირო ეგრეთ წოდებულ უცხოურ დაფინანსებაზეც. თუ კი ასეთი დამფინანსებელი გამოჩნდება, იმიტომ რომ დაუშვათ მას მისთვის მისაღებია შენი პოლიტიკური კურსი და ამიტომ რაღაც თავის ანგარიშსაც ჩადებს ნებისმიერი, ვიცით არა და შენ რაზე ხარ წამსვლელი, შენ როგორ ძველებურად თუ აგძელებ რომ მოდი და შენი იყოს და იყიდე და აბა ინვესტორი ხარ, ეს ქვეყნის დაღუპაა და ამას აღარ უნდა დიდი მშელობა და დიდი ამბავი და ამას კი აცნობიერებს ეს ხალხი და იმიტომ იძახია რომ დაიწყეთ და გააგრძელეთო და ეს საქმე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ დიდი ხანია დაწყებულია, ჩვენ უბრალოდ ამას ჩვენი ძალებიდან გამომდინარე ვცდილობთ რომ გავაგრძელოთ, ნებისმიერი ჩვენი გამოსვლა ჩვენი მიმართვა არის რომ იმ პოლიტიკურ სუბიექტებთან, იმ საზოგადოების წარმომადგენლებთან, ეს არის იგივე შეხმიანება, რომ ჩამოვაყალიბოთ რაღაც ერთობა, არა აქვს ეხლა მნიშვნელობა წინასწარ სახელს რაც უწოდებ, ამ უფლის მიერ მოწოდებული მოთხოვნების ძირითადი შინაარსის ირგვლივ. როგორ მივახციოთ, რომ ქვეყანა გადარჩეს, ანუ როგორ მივახციოთ ნეიტრალიტეტს სახელმწიფოებრივად და როგორ შევძლოთ ეროვნული საკუთრების გამოცხადება, რაც თავისთავად გულისხმობს ახალ არჩევნების ჩატარებასაც, უკვე ახალი ფორმატით, ახალი წესებით და ასე შემდეგ. ესე იგი, ის მოთხოვნებიც, რის გამოც იქ ხალხი არის აყოლიებული, რომ ეს არჩევნები არ ვარგო, არა მარტო ეს არჩევნები არ ვარგო და არც ამის წინა და კიდევ იმის წინა და იმის წინა, იმიტომ რომ ყველა არჩევნები ნაყიდია, ყველა არჩევნებში ეროვნული ნებელობა გამრუდებულია, ეს არის ფულის სისტემა, ეს არის კაპიტალიზმი. თუ მოთხოვნა გულწრფელია და ჭეშმარიტი არჩევნები უნდათ მართლა და კი არის ეგ სურვილიც, არა? აი ეს ცვლილებები, რაზეც ლაპარაკია, თავისთავად ახალ არჩევნებსაც ითხოვს, ხო? ძალიან ბევრი მოთხოვნები, რა დადებითი მოთხოვნები, არის ყველაფერს აკმაყოფილებს საბოლოო ანგარიშით ის, რაზეც არის საუბარი. და აი ამის ირგვლივ როგორ დავირასმოთ? რა შეიძლება კიდევ გაკეთდეს? და გაუმხმაურებათა ფონი, ან თუნდაც ყურების ის ახლა ყურება აუცილებელი, რა და ყურება ახლა იმიტომ კი ეგეთორე ჩვენ გვიყურებთ. აქ არის ლაპარაკი ეს პიროვნული, საერთოდ უნდა გამოირიცხოს. აქ არის ლაპარაკი აი ამ იდეის მიტანაზეა ლაპარაკი. თუ კი ამას ვერ ვავრცელებთ, ახლა ისინი ხوار გაგვივრცელებენ მოწინააღმდეგეები. მოწინააღმდეგე გვიბლოკავს და დაგვიბლოკავს, ხო? მაგრამ მაინც აი ამ სისტემას აქვს გაზიარებითი გავრცელების საშუალება გააჩნია. ეს არის რესურსი, რასაც ხმარობ, მეტი რესურსი არ აქვს. ჩვენ არ აქვს ტელევიზიები, ტელევიზია რომელსაც დიდ ფართობზე დაფარავს. მით უმეტეს მოწინავე ტელევიზიებზე ლაპარაკი არ არის, მათ ხელშია. პირდაპირ მასონობის ხელშია, პირდაპირ კონტროლზეა აყვანილი, კი ბატონო. მაგრამ აი ეს საშუალება როგორ ვიყენებთ, როგორ ჩვენ უდგებით, ისეც ვიყენებთ. მაყურებელი მცირეა, ინტერესი არ ჩანს რომ მაინდა-მაინც ძალიან დიდი, იმიტომ რომ მაშინ სხვა მცდელობას ექნებოდა ადგილი. ამით ეს იდეა რომ გავიდეს და გამოვიდეს, რა ფართო მასებს თუ არ გაწვდა, ეხლა რაიმე სერიოზული ღონისძიების დაგეგმა იქნება სრულიად არასერიოზული ნაბიჯი ჩვენი მხრიდან, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, ჯერ ეს რამხელა საკითხია და რამხელა საქმეა და რამდენი გონია ჩასართველი. სოფლიოში რამდენ ცენტრთან იქნები დასაკავშირებელი და მოლაპარაკების წარმოება რამდენთან მოგიწევს,
შენ პატარა მთავრობის ცვლილებას კი არ აპირა, ფორმაციის ცვლილებაზე მიდიხარ. როგორ გინდა ისინი შენ დააინტერესო, როგორ გინდა ეს იქამდე მიიტანო და გააგებინო. ეს უზარმაზარი სამუშაოა. და ამას სჭირდება უზარმაზარი თანადგომა ერის მხრიდან, ერის წამყვანი ნაწილის მხრიდან, სულიერი ფიზიკური თანადგომა სჭირდება. ჩვენ გონია რომ ასე ვისხდებით და იბერია თავისით გავწყინდება და ღირსეულ ყოფაში ჩვენი ასეთი პასიურობით მოხდებით. მაშინ სახარება გავიხსენოთ რას გვიწერს. უფალი იესო ქრისტე როგორ გვეუბნება? ან ცივიყავ, ან ცხელი, ან ნერთბილს გადმოგაფურთხებ ჩემი პირიდან. რას უყურებთ? როგორია ჩვენი ყურებადობა ამ თემის ირგულიო. რაც აკაკი მოიტანა ბატონმა აკაკიმ, რაც არის გაცხადებული უფლის ნებელობა საქართველოში. ნერთბილია ჩვენი დამოკიდებულება. და ნერთბილი დამოკიდებულებით გვინდა რომ სულიერ იერუსალიმს მივახცეთ და სხვებმა გაგვიკეთონ. ფიქრობთ რომ ეს პატარა შუალედური ორგანიზაცია, რასაც ეროვნული თანხმობის დარბაზი ქვია, შუალედური მომლაპარაკებელი ორგანიზაცია ივლის და ეს ამით ესე ვერ მოხდება, კრავის ძლევს მხეცს. შეკრა, შეკავშირება ძლევს მხეცს. თავიდან პატარა სუსტია, მცირერიცხოვანია ზოგადად, მაგრამ შემდეგ მისი ზრდა უნდა განხორციელდეს იმ კრიტიკულ წერტილამდე, როცა ის გახდება ყურადღების ღირსი. იმ ზონით, იმ ზომას მანამ არ მიაღწევს ჩვენი ეს საქმე, რაც ბატონმა აკაკიმ დაიწყო და ჩაუყარა საფუძველი, რაც არის უფლის ნებელობით. მანამდე ვერც ხელისუფალი მართველი მიგიღებს სერიოზულად, რაც არ უნდა ჭეშმარიტებას ელაპარაკებოდე, ერთი კაცის ნალაპარაკებით მისთვის ბევრი საშველი არ არის. ვერ ხედავს ამაში. ადამიანის ბუნება ასეთი. აი თუ ბევრია და ძლიერია მიმდინარეობა, კი ბატონო, ამას უკვე ისმენენ, ითვალისწინებენ, მერე უფიქრდებიან, მერე იმედიც ეძლევათ. რატო იმედი? თუ კარგად თაუხსნით, თუ დაღუპვა გადაწყვეტილი ამბზით, ყველას დაღუპვა მარტო ღარიბებისა კი არა. მარტო იმათი კი არა, ვისაც ავტომატს მიაჩნიათ და ველზე გაუშვებენ საუბრად. ან მარტო იმათი კი არა, ვისაც იაფასებთ ნარკოტიკს შემოაჩრიან და ნახევარ ცხოვრებასაც ვერ გალებს და ისე მოკვდება. არა, იმ დიდრისას, დიდარიც ადამიანია, თავის სიმდიდრეში დაბმული, რომელზეცაა ნათქვამი, უკეთ ვაკლემი გაძრება ნემსის ხუნჩი, ვიდრე დიდარი შევა სასופეველშიო, ასეა ნათქვამი. და ვიღაც მდიდარია, ვიღაც უმრავლესობა ღარიბია. ეს ღარიბები რაზე უოცნებობთ გამდიდრებას, ხო? ესე იგი, შინაგანად ჩვენც მდიდრები ვართ. ესე იგი, შინაგანად ჩვენც გვიჭირს უფლის მოთხოვნებისკენ მოგრუნება, ბოროტებისთვის დაგდებისკენ, მტკიცენა ბიჭის გადადგმა გვიჭირს. ჩვენ შეგვიძლია შეგინებაზე არ ვაპატიოთ და ძმაც კი გავიმეტოთ და მოკლათ. ანდაც ნამუსი ისე ჩავიქნიოთ ხელი, ჩვენც გეი პარადი მიდიოდეს და აინუნშიც არაფრად ჩავაგდოთ და ვიდგეთ და ისე ფულის კეთებაზე ვიზრუნოთ, ვიფიქროთ. იქ ვიყურყუტოთ, იქ გადავქაჯოთ მთელი ჩვენი ოჯახი. თითქმის ყველაფერზე, ყველაფრის ვიტანაზე ვართ მზად. აქ გვიჭირს გადმოვდგათ, ნაბიჯი სადაც რა მოითხოვება, აქ არ მოითხოვება მთელი თვეებით ქუჩაში დგომა, ქვისროლა და მთავრობის სასახლის აღება, ეგ არ მოითხოვება. აქ უნდა დაანახო შენ ერთს, შენ თავს უნდა დაანახო, რომ შენ კიდე ბოროტების მართლა დაგდება და პირველ რიგში მაგიტომ უნდა გამოხვიდე იქ მოედანზე, რომ მართლა ჩავატაროთ ის მეოთხე გადამწყვეტი ეროვნული ყრილობა, სადაც არსებული მართველიც, საღი რაც არის შიგ და ქუჩაში მყოფია თუ ვინც არის, ყველა მიიღებს მონაწილეობას ბოროტების გზის დაგდებაში. და ეს არ გაგრძელდება ასე ხანგრძლივად, იმიტომ რომ სამართლებრივი საფუძველი შენ გაგაჩნია, რომ სწრაფი ცვლილებებს დაუდო საფუძველი. ამიტომაა ხალხი მოსაკრებით. ელემენტარული მოქალაქეობრივი თავდადებასაც ვერ დაარღვევ. ერთი დღე გადადე და გაამაგრე მეოთხე ეროვნული ყრილობა. ანდაც თუ რჩეული ხარ და გამორჩეული ხარ. ამ მეოთხე ყრილობამდე როგორ მივიდეთ, როგორ ჩამოვაყალიბოთ ეს სამყარო ბირთვი. ასეთი ტიპის მოთხოვნებით ნებისმიერი რო გამოსულიყო და ეს ჩანაწერი გვენახა, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთად ვიქნებოდით.
ეხლა ამას ვცდილობთ რომ გავავრცელოთ და მივიყოთ, ეხლა ძნელია ფეხთაფეხია რომ და მიხვიდე. არც უმაგისობა ეგეც ყოფილა და იქნება კიდევაც. ახლა ჩვენ უყურებთ რომ Skype-ით და აი თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით დიდი ქვეყნებიც უზარმაზარ საკითხებს წყვეტენ. მანამ მოლაპარაკებებს დაიწყებენ და უშუალოდ ფორმალური მხარე მიეცემა, მანამდე ერთმანეთთან ურთიერთობის და კომუნიკაციის საშუალებებს, აი ამ სწორედ ამ საშუალებებს იყენებენ. ხო და ჯერჯერობით სათანადო გამოხმაურებებს ვერ ვიიღებთ, რას უცდით ქართველობა. იმას უცდით გარეთ როდის გადაგვიწყვეტენ, დიახ, აი მაგაშია საქმე. ჩვენ ისევ გარეთ ვიყურებით, იმიტომ რომ ჩვენთვის ღმერთი ან კრემლში ზის, ან ვაშინგტონში, ან ბრიუსელში. აი ეს არის. ამის ტყეობიდან ვერ გამოვიდეთ. ისევ აი დაიწყეთ და გამოყვებით. ჯერ ყურადღება იქაა გადატანილი ტრამპის კარს როგორ მოერგება არსებული ხელისუფალი. მოერგება თუ ვერ მოერგება. მერე ტრამპი და პუტინი როგორ მორიგდებიან მსოფლიოს როგორ გაინაწილებენ. გაინაწილებენ თუ ვერ გაინაწილებენ და ამ განაწილების შემთხვევაში რომელ მხარეზე აღმოჩნდება საქართველო, რომ დროშის ფერი უწევს შეცვალოს და ახლა ის ააფრიალოს და ასე გახანგრძლივდება ხელისუფალის სიმდიდრეში და ხელისუფლების სადავეებში ყოფნა. თუმცა სამშობლო იყიდება. ყველა დროშა შენახულია. ხო, ყვარყვარე ზოგადად ყველა დროშა შენახულია. აი მართვის ცენტრში რაც მართავს ფაქტობრივად განწყობა თავისთავად ცხადი ასეთია. ასეთივე არის დაბლა მიმდევარი პარტია ორგანიზაციებისაც გარეთ არის გაატარული ყურადღება და მაშინ უკვე გარკვეული ანალიზია საჭირო თუ მაშინ აი რა ხდება მსოფლიოში და რა ფაზაში ვართ გადასული. მანამდე შეიძლება პატარა რეპლიკა გავაკეთოთ და გამოვეხმაუროთ ინტერნეტში კვლავ დაგვიდეს იმ რომ მეორედ მოსვლა მოატყუებთ ხალხსო. იმიტომ რომ მეორედ მოსვლის დრო და ჟამი არავინ იცის, არც სეციურმანგელოზებმაო და არც თვითონ ძემ, იცის მხოლოდ მამაო. მათ ეს სახარება მითითებული აქვს. ეს არის აბსოლუტურად სწორი ჭეშმარიტი ბატონო. მაგრამ აი აქ არის სწორედ საკითხი რომ ბატონი აკაკი წინასწარ მეტყველი კი არ არის აი ქალბატონის საპასუხოდაც. წინასწარ მეტყველი კი არ არის რომ იცი რა აი ამ დროს იქნება და ესე იქნება და ისე იქნება. რასაც მიჩვეული ვართ. მოდი მანამ უშუალოდ მაინც ორი სიტყვით კიდევ კვლავ გავიხსენებთ ბატონი აკაკის მოღვაწეობის არ შევეხებოდით არა. თქვათ ასე რომ იქ სადაც წერია რომ დრო და ჟამი არავინ იცის. ესე იგი როდის დაიწყება და ჟამი არავინ იცის. ესე იგი რა იქნება იმ დროს. იმ დროის არსი რა იქნება არავინ არ იცის. არ უნდა სწოდნოდა წინასწარ. ეს იმდენად აი თანამედროვე ის რომ გამოიყენოთ, იმდენად მაღალ შრეში შენახული ინფორმაცია იყო რომ არც ერთ უმაღლეს იერარქიას, სამყაროს უმაღლეს იერარქიას ამის შესახებ ცნობა არ ქონდა, ეს ცნობა გვაქვს მიღებული. ესე იგი წინასწარ მეტყველება რომ აი ამ დროს იქნება და ესე იქნება და ისე იქნება, უკვე მცდარია. უკვე მცდარია. ამიტომ გაამახვილეთ ყურადღება რომ ამადამ წმინდანმა ესე თქვა, ამადამ წმინდანმა ესე თქვა, ის გარკვეული სახით დიდ სიმცდარეს უეჭველად ატარებს და ატარებდა. ჟამის შესახებ, იმიტომ რომ მარტო დროზე არა. დრო და ჟამი არავინ იცის, ანუ იმ ეპოქის არავინ არ იცის. მარტო მამამ იცის. ძემაც კი არ იცის, მეც კი არ ვიცი ქრისტე, ძე, ამას ვეუბნება. წინასწარ. ამავე დროს იყო მეორე, შეიძლება უფრო პირველიც. ახლა იგივეობით გელაპარაკებით, მეც ვერ იტვირთავთ. დრო მოვა და გაცხადებულად გაუწყებთ და მიდის საუბარი ნუგეშის მცემელის სულის მოვლინებაზე, რომელიც გაუწყებთ მომავალსო და აი მეორედ მოსული ჟამს. ლოგიკა, ანუ აზროვნება. ჩვენ თუ აზროვნების ქვაკუთხედს გამორიცხავთ, მაშინ საკითხზე ვლაპარაკობ. თუ აზროვნება, მაშინ აქ ლოგიკური კითხვა ისვის, ეს ჟამი მაინც ხო როდესმე უნდა დამდგარიყო. უნდა დამდგარიყო. თუ წამსდა ჯერა რაც იქ არის მოცემული, რომ ჩვენ თუ არა ვიღაცისთვის მაინც დადგებოდა.
და ვისთვისაც დადგებოდა, იმასაც არაფერი არ ეცოდინებოდა, რა დროში უწევს, რა პროცესია, რა არაფერი ეცოდინებოდა, უფალი არ გაუმხელდა. იქ ლაპარაკია, რომ როცა დრო მოვა დრო და გაცხადებულად გაუწყებთ. არა უწყებს უფალი გაცხადებულად, კიდევ ბოდიში და უროს თავში დაგარტყავს და ეს გადასამართლებს, ესე გაგისტუნ. ხო, როგორ განკითხვა. მეორედ მოსვლა განკითხვაც არის. ქართული სიტყვა მრავლისტევადია, განზე გადგომა და კითხვის დასმის დროც არის. სად მივდივარ, რას ვაკეთებ, ვინა ვარ. განკითხვა დასჯასაც უკავშირდება. კი ბატონო. დიდი საკითხებია ეს ყველაფერი, პატარა და მარტივი საკითხები არ არის, მაგრამ თუ იმ დროში აღმოჩნდებოდნენ, არც იმათ არ ეცოდინებოდათ და რა თქვა ბატონმა აკაკი? დაიწყო ეს პროცესი. მე ეს მივიღე, ეს პროცესი დაიწყო, მიმდინარეობს და ცნობიერ დონეზე გვეწოდება გადარჩენის გზაც. ეს არის ის დრო, როცა წყდება კაცობრიობის ყოფნა არ ყოფნის საკითხი, ის ხალხი უკვე დაბადებულია, ვინც წაიყვანს დაღუპვისკენ, მაგრამ არსებობს არსებულ ბედისწერაში შესწორების გზაც და 28 წელი მიუძღვნა, თუ რითი და როგორ შეიძლება გამოვიდეთ ამ მომაკვდინებელი კრიზისიდან. და სიტყვა აღმერთი, ამ სიტყვას ძალა აქვს, იგი იწვევს გარკვეულ პროცესებს და თქვით რომ მრავალი გეგმა უკვე ჩაიშალა და დღეს რაც არის სარეზერვო გეგმა, ეს არის უკვე სიტუაციური გეგმა, სიტუაცია ახლა ესეთი და სიტუაციის მიხედვით უნდა ვიმოქმედო. მსოფლიო მმართველები ასე მოქმედებენ. სიტუაციის მიხედვით. იმიტომ რომ ძირითადი გეგმარი რაც იყო ის ჩაიშალა. გლობალისტობას თვითონ დაძდევენ ახლა უკან. მათ რახით, როგორც ბუზები ისე უნდა დაჭრიტონ. ეგ ცალკე გასარჩევის საკითხია. რაც ამერიკაში ხდება და რაც მათ ასე ვთქვათ ტახტზე მიმდინარეობს და დადგაჟა. აქ ეს მოცემულობა გვაქვს მოწოდებული. რომ უკვე დაწყებულია ეს პროცესი. და რაშია გამოსავალი? გამოსავალი ფორმაციის შეცვლაშია. იმზით კი არა რომ ეს სოფლიო მეფე და ის უნდა დაჯდეს. თუ დაჯდება, ვერ დაჯდება შენი მონაწილეობის გარეშე, ვერ დაჯდება სახელმწიფოების მონაწილეობის გარეშე. ამ სახელმწიფოებს თავისი ძალაუფლება გააჩნიათ, ამ სახელმწიფოებმა მაშინ ეს ძალაუფლება უნდა გადასცენ რაღაც საერთაშორისო ფორუმს, რაღაც საერთაშორისო ხელისუფლება უნდა ჩამოყალიბდეს. გამოუცხადებლად ეს იყო კიდევაც ამ სტრუქტურები ჩამოყალიბებულია, გლობალისტური მთელი გეგმარი აწყობილი, დალაგებულია, დაწყებული, დამთავრებული ჯანმრთი, დაწყებული გაეროს ნაწილობრივ და მსოფლიო ბანკი, მსოფლიო სავალუტო ფონდი და ასე შემდეგ თუ კარგად ჩახედავ, ეს გლობალისტური კარკასი თითქმის აგებული იყო და წვეროში უკვე პიროვნების საკითხი იყო გადასაწყვეტი, მაგრამ აქაც რა არის, ნებაყოფლობითი თანამონაწილეობა და ნებაყოფლობითი ძალაუფლების დელეგირება გადაცემა უნდა მოხდარიყო და რა ითქვა? რა მოიტანა ბატონმა აკაკი? თუ მაგზას გაყვება კაცობრიობა, ეს იქნება კაცობრიობის აღსასრული მასე. ეს არის ის ცნობა, რაზე წარმოდგენ არავის არ ქონდა მანამდე და ვერც გვექნებოდა, იმიტომ რომ იგაურიენით ეწერა, დრო და ამჟამის შესახებ არავინ არ იცოდა, არც იურმანგელოზება და არც ძემ, მხოლოდ მამამ ეს გაცხადდა აქ. და მთელი ამ წლების განმავლობაში რჩეულთა გარკვეული ნაწილი ვცდილობთ ეს ყველაფერი გავანიორწყლოთ, ბატონო აკაკი დაბლა დავწვეთ და წინასწარმეტყველ ფუნქცია შევუცვალოთ, დავამდაბლოთ და გამოვიყვანოთ ისე როგორც არის ჩვეულებები, რაც გაუშინაურდით, ჩვენც კი გაუშინაურდით. და ამ საკითხებს ისე ვეხებით თითქოს ეს რაღაც არ თუ ისეთი მნიშვნელოვანია და ხო სიტყვა აღმერთი მე რა ხვალე რა ვჭამოდი იმაზე ვიზრუნო. აი ხვალე რა ჭამოდა როგორი ხო იმაზეა დამოკიდებული დააგდებ თუ არა ბოროტების გზას. დიდი ბოდიში ჩემო გახადა, აი ახლა გამახსენდა რა ძალიან ბევრი რამე. ჩვენ თვითონ მომსწრენი ვართ მაგისი. და ნათქვამიც არის და ჩვენ ვხედავდით იმ ხაზზე 20,000-მდე ადამიანია თავად მისული ბატონ აკაკისთან. სასულიერო პირები ამ საკითხთან დაკავშირებით, პოლიტიკოსები, მეცნიერები, აკადემიკოსები, რა ვიცი, ჩვეულებრივი რიგითი ქართველები, გლეხები და პლუს კიდე 25 წამყვანი ქვეყნის წარმომადგენლობა საერთაშორისო დონეზე დადიოდნენ ბატონ აკაკისთან თვეების და წლების მანძილზე, რაც ამერიკის შეერთებული შტატები, რუსების წარმომადგენლობა თვითონ საკუთარი თვალით გვაქვს ნანახი.
და საათობი და ღამის პირველ 2-3 საათამდე მიდიოდა ხოლმე მსჯელობები და ღამით დილამდე. ჩვენ კი არ დავსრებულ ვართ იქ ცალკე ოთახში ისხდნენ და მიდიოდა მსჯელობა რა. და რატო არ მიდიოდნენ სხვასთან, იბადება კითხვა. აი პოლიტიკურ პროცესზე რა აინტერესებდათ იმათ? აი ეს არის რა ინტერესებდათ ფორმაციის შეცვლა. თვითონ ჩვენი ზოგადად დათო როგორ არის, იცი რომ მართვის წრეებმა კარგად იციან რომ სახელმწიფო და თვითონ სისტემა და ფორმაცია გადის რწმენაზე და როცა ეს რწმენა ირყევა სახელმწიფოებრიობაც იშლება, დისფორმაციაც იშლება, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ ძალიან გლობალური მასშტაბით. ევროკავშირი, ამერიკა, ეს ამოწინა, ეს თავით ეს იშლება. იმის რაც არის. და რა მოიტანა მაინც ბატონ მაგაკიმ კიდევ. აი ამობენ რომ წინასწარმეტყველი რო იქნებ გვაჩვენოთ მისი წინასწარმეტყველებები. ბატონ მაგაკი მოიტანა ახალი სიტყვა, მისით გაცხადდა, რაც მიიღო, მე რაც მივიღე, მე იმას გადმოგცემთო და ასეთნაირად გვატყვის, რომ ახალი სიტყვა მუფალი მომავალს ასე ღიეთ არ გიმხელს. აი ესე იქნება, ისე იქნება, არ გიმხელს. ის გეუბნება, რომ შენ ბოროტების ცხოვრობ და შენ დაღუპვა გადაწყვეტილია, თუ არ აპირებ ამის შეცვლას. და რო შეცვალო, კაპიტალიზმი, ფულის სისტემა უნდა შეცვალო, იმით, რაზეც ლაპარაკი გვაქვს, ისი მომავლის პროგრამაც აბეჭდილი არსებობს გავრცელებული. ბატონ მაგაკიმ ხაზი გაუსვა, რომ საკითხი წყდება ან, აი რა მოვიტანა. რაც აქამდე არ ყოფილა, ესეთი რამე არ ყოფილა. ეს პიროვნება ამბობდა, რომ აქ მანამ გადაწყდება დადებითი მიმართულებით განვითარების საკითხი. მანამდე ან არ მოიხსნება, იმიტომ რომ არ არის ცნობილი, შენ არ გაწვდის სუფალი წინასწარ რა იქნება. ის გეუბნება, თუ გადაწყვეტ ფორმაციის შეცვლას, მაშინ გაწყინებისკენ წახვალ. მაგრამ თუ არ გადაწყვეტ, დაიღუპები. ეს ან დაღუპა და ან გადარჩენა მუდმივ იქნება, სანამ ერთ-ერთიანი ბოლომდე არ გადაწყდება. თუ გადაწყდება, რომ ფორმაცია სადღაც მაინც რაღაცა ფორმით და შეიცვლება და განვითარების ვექტორი შეიცვლება კაცობრიობის და მიზანი კლენ კაცობრიობა თავისთავად ხარ. მაშინ მოიხსნება მეორე დაღუპვის ანი უკვე. ან თუ გადაწყდა, რომ არა ვართ ამის შემცვლელი, ბოლომდე გაყიდული ვარ დიდიან პატარიანად და აი მივექანებით აბა ხელოვნური ინტელექტი, აბა პროგრამირებული ადამიანი, აბა ეს, აბა ისე და ხო აი მიწაზე ღმერთი გვაქვს ეს და ასე შემდეგ, არა და ეს ფულის სისტემა კარგი, ხო. და საერთოდ გამოვრიცხეთ უკვე ეს უფლის ნებელობის აღსრულების საკითხი, მოხსენით დადებითი განვითარების. არა, რაც არის ეს კარგი, რას ეძახიან ახლა? ტრამპი ტრადიციონალისტია თუ რაც კონსერვატიზმი, ესა მომავლისა ეს ყოფილა, არა? ბოლომდე გამოვრიცხეთ, ნუ მაშინ მოიხსნება გადარჩენის საკითხი და ვითომ ახლა შედარებით ათბობა რო არის და შედარებით ურთიერთდათმობისკენ რო არის ეს ორი ატომური ძერჟავა, თითქოს ესეთ შეხედვით ესე, ყველა ახლა იქით იყურება პუტინი და ტრამპი რო შეხვდებიან, როგორ მსოფლიო მშვიდობას მოუტანენ, მსოფლიოს, რა. აღმოაჩენ, თუ ეს უკვე გამოირიცხება და ჩვენიდან არ გამოდნება ნორმალური და ეს არანორმალური მამათა და დედათა თაობა, თუმცა ესეც უკვე გადაგვარებული სამწუხაროდ მომავალს კიდევ უფრო უარეს გაუკეთებთ, უფრო უარესებს დავზრდით, ჩვენ ხელში უფრო უარესები დაისდებიან. მაშინ აღმოჩნდება, რომ თუნდაც გარკვეული შეთანხმება ვითომ მშვიდობისა მალევე ჩაიშლება და ბირთვული კატასტროფა ჩვეულებრივ განხორციელდება. აი ბირთვული კატასტროფის წყი ზღვარზე, განსაკუთრებით უკრაინის ომის დაწყების მერე, ყოველ წამიერად გადის კაცობრიობა, რაცაც ვერ ვაცნობიერებთ, მაინც ერთგვარად არხეინათა ვართ ის ხალხი, ვიცი პროცესის ხაზი არა ვართ, არა და ყოველ წამს შეიძლებოდა, რომ ყველაფერი დამთავრებული იყო, ეს ყველაფერი გადასდილიყო, უნდათ არ ვარ ბირთვულ კატასტროფაში. ეს არის. ხო, მაშინ ესე იქნება, მეორე ანს თუ გამოვრიცხავთ და ისევ ამ ფარგლებში დავტოვებთ, რა ფარგლებშიც არის. და ეს შეძახილი რომ დაიწყეთ და გამოყვებით, ეს არასაკმარისია. საქმე დაწყებული არის, დიდი ხანია დაწყებულია და ასე სიტყვიერი გამოყვებით 10,000-ობით ადამიანს უთქვია გამოყვებით, თუმცა შუაგზაზე გაჩერდა. კი, ძალიან ბევრი. რატო აი, იმიტომ რომ ეს თვითონ ეს მოვლენაც, ეს პროცესიც რაც საქართველოში ვითარდება,
მსგავსი იყო იერუსალიმში 2000 წლის წინ. იქ მსგავსებაზეა ლაპარაკი. არც ერთ შემთხვევაში იგივეობაზე არაა საუბარი. აქ მსგავსია უბრალოდ. ოღონდ აქ სხვა რამეები წყდება, აქ სიცოცხლის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება. მაშინაც იგივე წყდებოდა და ის გადაწყვიტა უფალმა თავისი ძის იმით გადაწყვიტა, მაგრამ ეხლა რადგან განკითხვა ერთდროულად, აქ ადამიანების გამოცდა მიდის, ერების გამოცდა მიდის. რაზე ხარ წამსვლელი და რაზე არ ხარ წამსვლელი. აი აქაც არაერთხელ მოედანზე გამოსულთა რაოდენობამ და ოდენობამ გადაწყვიტა საკითხები. იქაც მოედანმა გადაწყვიტა სხვათა შორის. ვინ იყო უფრო ბევრი იქ და ვის აძლევდნენ ხმას, ბარაბას აძლევდნენ ხმას თუ ქრისტეს გამოშვებას, გადარჩენას. თელმა მსოფლიო მოედანმა ის უზარმაზარი სულიერი ამბები, სამყაროსეული მასშტაბის ამბები, რასაც იქ ქონდა ადგილი 2000 წლის წინ იერუსალიმში. იქაც ხალხის რაოდენობამ გადაწყვიტა. და საოცრად რა არის პარადოქსი რა არის, რომ წინა დღეებში ზარზე იმითიღებს მთელი ეს ქალაქი და ეგებებიან და მზას უშლიან და აი ამ დროს როცა უკვე კრიტიკული მომენტია, წიგნობრები და ფარისევლები და ის ვინც ბატონობს, იქ ვინც ბატონობს. ეს ხალხი ერთი დღის წინ, ორი დღის წინ ზარზე იმით მიღებულ პირს ამათ სიტყვაზე არ უჭერენ ხართ, ესე ბარაბას გზით იწყებენ სულას. ეხლა არ გარკვეული მიზეზების გამო ჩვენ ეს ბოლომდე არ გვინდა რომ ეს ასე იყოს, ჩვენ ადამიანები ვართ, ჩვენ გადარჩენებული ერის ქვეყნის და სიცოცხლის, ხო და მაგრამ აი ამ მთელი 28 წელი და რამდენი ხრილობა ჩატარდა და რამდენჯერ უხმეთ დიდ მოედანზე, იმიტომ რომ მოითხოვებოდა ამ ხალხის გარეთ გამოსვლაც, მოითხოვებოდა. კი არის იურიდიულ სამართლებრივი ვიღაცამ რო თქვა რომ იქ არ გახვიდეთო, არ გამოვიდა. სამაგეროდ იგივე იმ ვიღაცამ რო უთხრა რომ აი ამისთვის გამოდი ეს ნაკურთხი პარტია, ეს ნაკურთხი პირია. და ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და იცვლებოდა ეს ხელისუფლებებიც იგივე ცენტრებიდან მოწოდებით ხდებოდა. ესე იგი ამ ხალხის ან გამოყვანა და წაყვანა, ან არ წაყვანა. აი აქეთ ჯერჯერობით ნათქვამი აქვს რომ აქეთ არ წახვიდეთო. მაშინ ეს კი, ყოველთვის იყო ეს ხელშეშ. არა და რა არის? მართლაც რეალური დაუპის სურათი კიდევ უფრო ნათლად რო იკვეთება და შენ წინ არის ამან უნდა მიგაღებინოს გადაწყვეტილება, ამან უნდა გამოგიყვანოს იმ ძველი ავტორიტეტების ტყვეობიდან. იმ ძველი წარმომადგენელმა თავის საქმე გააკეთა. მაგრამ ის თავის ძველ შეხედულებებშია დარჩენილი. ნაწილი თავისთავად ცხადი ამ სიმდიდრის მორევშია შეცურებული და ამ ახალში თავი ცოტა არ იყოს ვეღარ ესმის უკვე. იმიტომ რომ იქ სხვა რამეები წერია თუ კარგად ჩახედავს ახალ სულიერ იერუსალიმში რა პრინციპებია, მართალია იგაურია, მაგრამ იკითხებაში იქვე ტექსტი რომ სიცრუის და ავის მქნელების ადგილი შიგ ვერ არის და ასე შემდეგ. იქ თავისი ადგილი ვეღარ არის წარმოდგენაც რომ ეს სამყარო უნდა გაქრეს, დაიგრეს, აღარ უნდა მეც. ესე მიაჩნიათ რომ თავი იქ ზევით სულიერ სამყაროში. ახალი სიტყვას რა მოაქვს, რა არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ამ ცხოვრებას, აი ამ ფიზიკურ სამყაროს არ აქვს თავისთავი ამოწურული. შესაძლებელია სიცოცხლის გახანგრძლივება და ეს არის ნებელობა. განვითარების ახალ საფეხურზე ასვლა და წინ და ძლეველამდე მივა კაცობრიობა, რომელსაც უფალი თავის მარჯვნივ ჰისავს, როგორც მევძლიე და დავჯექი ამ ჩემს მარჯვნივ იესო ქრისტე გვეუბნება. ასევე აი ძლეველობის კატეგორიამდე ასვლა ეს უმაღლესია. აი შენ ის ხატად და დარად ხარ შექმნილი და ეს პოტენციალი გაგაჩნია, მაგრამ თუ ბოროტების გზას არ დააგდებ, მაშინ ეს პროექტი დამთავრდება და შენი ხელით დაამთავრებ. ასტეროიდი კი არ დაგეცემა. შენ თვითონ დაარტყავ იმ ასტეროიდს შენ თავს, აი არ ეშკინი, ხო უყურეთ არა ძალიან გავდა სწორედ ასტეროიდების ჩამოარდნას და სადაც დაეცა არც ერთი ფოტო არ დადეს ერთი რაკნაი იქ. და მაგნაირი ძალიან ბევრია შექმნილი. სრულიად საქართველოს მინდა მე უსამძიმლო მინდა ჩემი საუბარი დავიწყო
ტრაგედიები მოხდა თითქმის ერთდროულად ერთ-ერთ ბათუმში და ზუგდიდში ბავშვები დაიღუპნენ უსამძიმრებს სრულიად საქართველოს უსამძიმრებ ოჯახებს ახლობლებს ძალიან ცუდი ნიშანია ბავშვებს მომავალ თაობას მომავალს აქვს დიდი საფრთხე ეს იმის მანიშნებელია ამ გზით სვლა არაერთხელ გითხრია რომ ეს დაღუპვის გზა არის რაც შეეხება შემოხმიანებას შემოხმიანებებს დიდი მადლობა უნდა უთხრათ იმ ადამიანებს რომლებიც გვეუბნებიან რომ ძალიან კარგია დაიწყეთ და გამოყვებით მაგრამ აქავე იმ ადამიანებს აუცილებლად უნდა განვმარტოთ რომ ეს საქმიანობა ძალიან დიდი ხნის წინ არის დაწყებული 28 წლის წინ არის დაწყებული უზარმაზარი სამუშაოები არის ჩატარებული ჩვენი შესაძლებლობების ჩვენი ფინანსური და ადამიანური რესურსის პატრონისთვის რთული იყო ყველა ოჯახში მისვლა თითოეულ ადამიანთან გასაუბრება ჩვენ არ ქონდა საშუალება რომ ტელევიზიებით გაზეთებით ჩაგვეტარებინა ახსნა-განმარტებითი სამუშაოები რა ხელმოწერები გროვდებოდა რისთვის გროვდებოდა ამიტომ თითოეულ ადამიანთან თითოეულ ოჯახში გვიხდებოდა მისვლა და საათობით გრძელდებოდა ზოგჯერ ეს ახსნა-განმარტებითი სამუშაო იმისთვის რომ გაგვემართა რა ხელმოწერები გროვდებოდა შემდეგ უკვე 1,907,000 ხელმოწერა როდესაც შეგროვდა დღის წესრიგში დადგა სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობის ჩატარების საკითხი და რეგიონებში რაიონებში ასევე ძალიან გაგვიჭირდა ყველგან ჩასვლა ადამიანების მოზიება ვინც საორგანიზაციო საქმიანობას გაწევდა რეგიონალური და რაიონული ყრილობების ჩატარებისთვის სადაც მოხდა დელეგატების არჩევა სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობისთვის და ეს ყრილობა სამგზის არის ჩატარებული უზარმაზარი სამუშაო არის ჩატარებული და ამ საქმიანობაში რა თქმა უნდა თვითონ ორგანიზაციის წევრების გარდა მხარში გვედგნენ ის ადამიანების დაინტერესებულები იყვნენ და მხარდამჭერები იყვნენ უზარმაზარი საქმიანობა იქნა გაწეული მათი დახმარებით და თვითონ ორგანიზაციის მიერ. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ თავი მოვიწონოთ, უბრალოდ მინდა შეგახსენოთ, რომ ეს საქმეები გაკეთებულია და თლად ნულიდან არ ვიწყებ ჩვენ ამ საქმიანობას და რაღაც უკვე გვაქვს ჩვენ ბაზისი, რაზეც ჩვენ არერთხელ ვისაუბრე ეს გახლავთ იურიდიული სავარცხლების საბუთი ხელმოწერების სახით და ყრილობის მიერ გამოტანილი დადგენილებები. ყველაზე მეტი შანსი ჰქონდა ჩვენ 2003 წლის გაზაფხულზე, როდესაც დაუძახეთ ხალხს, მაგრამ იქ ვერ შევქმნით სამწუხაროდ კრიტიკული მასა ვერ მივიყვანეთ, რომელიც საკმარისი გახდებოდა იმისთვის, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლა გაგვეხორციელებინა, წამოსულიყო და დასთანხმდებოდა ხალხის მოთხოვნებს დამორჩილებოდა. სამაგიეროდ 2003 წლის შემოდგომაზე ძალიან დიდი მასა გამოვიდა და გარკვეული ცვლილებები მოახდინეს ქვეყანაში და შემდეგ ქვეყანამ რაც მიიღო იმ ცვლილებების შემდეგ ეს ყველა ვიცით ამაზე აღარ ვილაპარაკებ, თუნდაც 2008 წლის ომის და უზარმაზარი მსხვერპლის და დაკარგული ტერიტორიების გახსენებაც კმარა, მხოლოდ და მხოლოდ შემდეგ ყველაზე კაი შანსი კიდე მოგვიცა 2015 წელს, რომელიცთვისაც ჩვენ მთელი თვეობის განმავლობაში ვემზადებოდით და იქიდან გამომდინარე ისევ და ისევ რომ ჩვენ არ ქონდა სატელევიზიო საშუალებები და სხვა საინფორმაციო საშუალებებით ადამიანებამდე მიგვეტანა ჩვენი სათქმელი, ამიტომ თვეებით ადრე განვაცხადეთ დღე და რიცხვი აქციის და ზუსტად იმ დღეს იქნა დანიშნული თბილისში საერთაშორისო საბანკო ფორუმი, ღონისძიება. ახლა რო გამგიმარტოთ, როდესაც ეს ტარდება სხვადასხვა ქვეყანაში და როდესაც ჩატარდება დაუშვათ რომელიმე ქვეყანაში, იქვე ფორუმზე ხდება განსაზღვრა მომავალი ასეთი ფორუმი სად ჩატარდება. ქვეყნის დასახელება ხდება, მაგრამ თვედარიცხვი იქ არ წყდება. შემდეგ ხდება ჩანიშვნა თვედარიცხვის. გადაწყვეტილი იყო ეს საქართველოში უნდა ჩატარებულიყო, თბილისში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ თვედარიცხვი არ იყო გადაწყვეტილი და როდესაც ჩვენ თვეებით ადრე გარვაცხადეთ, ისე მოხდა რომ მაინც და მაინც 15 მაისს ჩვენ დანიშნულ აქციას
დაემთხვა და იქ უზარმაზარი პოლიციის კორდონები დაგვახევდრეს იმ საბაბით, რომ კი ბატონო ჩვენ მშვიდობიან აქციას ხელს არ უშჭით, მაგრამ აქ დიდი საერთაშორისო ღონისძიება მიმდინარეობს და ვერ შეგიშვებთ მთავრობის სახელს. თელი რუსთაველი იყო გადაკეტილი, დიდი ატრაქციონი. ბლოკირები, ეს გახსენებისთვის თუ შევახსენებთ ჩვენს მენელს და ჩვენ კვლავ ვერ შევქმნით ის კრიტიკული მასა, რომელიც მოგცემდა საშუალებას, რომ გაგვერღვია პოლიციის კორდონები და დაგვეკავებინა მოედანი, სადაც ჩვენ დავიწყებთ პერმანენტულ აქციებს საბოლოო მიზნის მიღწევამდე. მას შემდეგ კიდევ იყო მცდელობები, მუშაობა არ გაგვიწყვეტია, მუდმივად ხდებოდა ურთიერთობები სხვადასხვა პარტიებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ჩვენს ეკლესიასთან, ჩვენს მოსახლეობასთან. სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ როდესაც ბატონმა აკაკიმ დახტოვა და წავიდა ამ ქვეყნიდან, უდაგითხრათ რაღაც დაობლებულები დავჭით და გარკვეული პერიოდი დაბნეულობად შეინიშნებოდა და სანამდე ჩვენ მოახერხებდით ასე ვთქვათ გადაჯგუფებას, აზზე მოსვლას, ასე ვთქვათ ამ განსაცდელის შემდეგ გარკვეული დრო მართლაც დაიკარგა და ჩვენ შემდეგ წამოვიწყეთ ეს გადაცემები გვესახება იმისთვის, რომ არ დაიკარგოს ის, რაც უკვე გაკეთებულია, არ დაიკარგოს ის, რაც ბატონმა აკაკიმ მისი სახით, რაც ინფორმაცია არის ჩვენამდე მოსული და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფორმა ჩვენთვის, რითაც შეგვიძლია მოვიძიოთ ჩვენ მომხრეები და თანამოაზრეები. სხვა საშუალება ჩვენ არ გაგვაჩნია. ამდენად თქმა, რომ მხოლოდ ლაპარაკით არაფერი არ გამოვა, მე მგონი ცოტა არასწორია. ჩვენს ხელთან საშუალებები არის, იმ საშუალებებს ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მივყვეთ და გამოვიყენოთ. ახლა მეორე შემოხმიანება მისი ავტორის ტონიდან და ტექსტიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ეს ბატონი თუ ხარბატონი ჩვენი ეკლესიის მრევლის წარმომადგენელი უნდა იყოს, ჩემი ვარაუდით და თუ კი ეს მართლაც ასეა, მაშინ კითხვაზე კითხვითვე უპასუხებდი მაშინ. როდესაც ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლების ერთმა ნაწილმა განაცხადა, რომ მეორედ მოსვლა გადავავადეთო, ანალოგიური კითხვა თუ გაგიჩნდათ მათ მიმართ, რომ რა იცოდნენ იმათ, როდის იყო მეორედ მოსვლა, რომ ემუშავათ გადავადებაზე და ან მით უმეტეს როგორ მოახერხეს ეს გადავადება. აი, ნუ კითხვა ხო არსებობს და თუ არც ზეციურმა ანგელოზე მაიცია როდის უნდა იყოს, ესე იგი ამას სოდნია ესე გამოდის ამ ნაწილს და ისიც კი გაიგო, რომ გარკვეული აკაწეული საქმიანობით როგორ გადაიწიეთ რომ იქით რომ როგორ შეცვალა. ხო, ნუ გადავადებაც კი შეძლებია. მაშინ სახარებას სახარებისეულ მოცემულობას რამდენად ემთხვევა ჩვენი ეკლესიის მაღალი ჩინოსნების მიერ გაკეთებული გადავადება ეხლა მეორეც არის კაცო, რა უფლება მაქვს მე ჩვეულებრივ ადამიანს კიდე სასულიერო პირივი უფლებას თავდანებ რა შესაძლებლობა გაქვს? რა შესაძლებლობა გადავავადო იქით და გადავწივ. აი უფლისგან დაწესებული იქით ადამიანი ისეთ რამეზია ლაპარაკი, რომ წარმოუდგენლად კიდე რამეზე. ასეთ ადამიანებს უბრალოდ რატო არ უჩნდებათ აი მის მიმართ ასეთი შემთხვევების დროს ანალოგიური კითხვები რატო არ უჩნდებათ, უბრალოდ ეჭვს ეგბადებს თორე კი ბატონო ნებისმიერ კითხვის დაბადება აქ უფლება ნებისმიერ ადამიანს აქ უფლება ნებისმიერ კითხვა დასვას და მე ჩვენც მზადავართ ვინ შეძლოთ იმ თემას. კი ბატონო, მაგრამ თუ უჩნდებათ და თუ გაუჩნდათ, მაშინ ესეთივე კითხვა იმ სამღვდელოების მაღალი წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც გამოვიდნენ და უმახიანად განაცხადეს, რომ გადავავადეთ ჩვენ სამწუხაროდ ასეთი კითხვა ჩვენ არსად არ შეხვედრია. რაც შეეხება ახლა მზადებას ორი ამ ძერჟავის, ორი ამ სახელმწიფოს პირველი პირების შეხვედრისთვის, როგორც ჩვენამდე ინფორმაცია საინფორმაციო საშუალებებით იქნა გაშლერებული და ჩვენამდეც მოაღწია ინფორმაცია, ორივე მხარემ, ორივე პრეზიდენტმა უკვე თავის გარემოცვას დაავალა აქტიური მუშაობა, რომ უომზადდეს ეს შეხვედრა. და მსოფლიოს ყურადღებაც გადატანილია იქითკენ, რომ აი როგორ შეხვდებიან და რას გადაწყვეტენ. ნუ წინა პირობა ისეთია, რომ მაინც და მაინც ასიკეთოს პირადად მე არ ვედი ამ შეხვედრებიდან. ისე ხდება, რომ რაღაც
იმედების გაცვლობა გვიწევს ხოლმე და ცუდი ამბების მახარებელი ვართ ჭყალებში. მაგრამ რა ვქნათ, თუ კი არ ხდება კაი რამე, ჩვენ ახლა ვერ მოვიგონებთ და ვერ ვიტყვით, რომ ეს რაღაც დიდს მოიტანს, სასიკეთოს მოიტანს. ფორმულა მარტივია, რომ მოსული სიტყვა გვეუბნება, რომ ამ გზით დაუპა გადაწყვეტილია, რომ ერთადერთი გადარჩენის გზა გადის ბოროტების გზის დაგდებაზე. ჩვენ რასაც უყურებთ, საერთოდ არ ჩანს ეს ტენდენცია, რომ ვინმე აპირებდეს ბოროტების გზის დაგდებას და პირიქით, თუ აქამდე შენიღებული შეფარული იყო რაღაცა ლიბერალიზმით, დემოკრატიით, ადამიანის უფლებებით, სახელმწიფოთა შორის რაღაც სტრატეგიული პარტნიორობით, ახლა სააშკაროზე გამოვიდა, ღიად გამოვიდა და აგერ როგორც ჯაპონ ბოლო მომენტში ღიად განაცხადა უკვე პრეტენზია, რომ მას მარგოც უნდა, სარკარიც უნდა, მამულები, ეზოკარმი და მონდა ყველაფერი ესე გამოვიდა და თუ კი სადმე რამე ღირებული მოიპოვება, ყველაფერზე თითქმის ტორის დადება განიძრახა და ის კი არა და აგერ პარტნიორს და მფარველს რომ ეძახდნენ და უკრაინის მფარվել ანგელოზად რომ ასაღებდნენ, პირდაპირ მოსთხოვა, რომ ჩვენც რა კი ბატონო ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ რო ფული დავხარჯეთ, ის საიდანვე უნდა მოვიღოთ და ამიტომ მოგვეცით წვდომა, რომ თქვენგან სიმდიდრე ქონება ეს მინერალები, იშვიათი მინერალები და სხვა სახის სიმდიდრე, ეს საბადოები გადმოგვეცითო რა მოკლედ. ანუ დღეს დაფარული, დამალული არაფერი აღარ არის. დაიწყო დემონტაჟი იმ გზის, რომლითაც აქამდე მიყავდათ კაცობრიობა სოფლიო ერთმართველობისკენ, ჩვენ წინა გადაცემებშიც ვისაუბრეთ, დიდ დროს აღარ წაგართვით ამ თემაზე, აღარ შევჩერდები, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ იგივე ადგილზე, იგივე გზის გაყვანა, იგივე მიმართულებით გზის გაყვანა მიმდინარეობს, უბრალოდ ხდება ძველის დემონტაჟი, გასუფთავება იმისთვის, რომ იქ ახლებური მიდგომით მოხდეს სოფლიო მოსახლეობის ისევ და ისევ სოფლიო ერთმართველობისკენ გაყვანა. აქ მეტი არაფერი არ ხდება განსაკუთრებული და უნდა გითხრათ, რომ ვერ შეთანხმდებიან, წითლები და შავების შეთანხმებაზე ლაპარაკი, რომ შეთანხმდნენ. ეს შეთანხმება იქნება ძალიან მოკლევადიანი, აუცილებლად მოხდება ის, რომ ერთ-ერთი მხარე აუცილებლად დაარღვევს ამ შეთანხმებას, იმიტომ რომ თავიდანვე გულწრფელნი არ არიან, როდესაც დიდიან ერთმანეთთან მოლაპარაკებას და შეთანხმებაზე, თავიდანვე ჩანს, რომ ისინი გულწრფელნი არ არიან. აი პროგრამებით, აი ამ წინა გადაწყვეტილებებით, რითაც ისინი ჯდებიან უკვე ერთმანეთთან მოლაპარაკებებს მაგიდასთან. იქვე უკვე ჩადებულია, რომ ისინი არიან წინააღმდეგობაში და უბრალოდ შეუძლებელია, რომ გრძელვადიან რაიმე სამშვიდობო შეთანხმებაზე იყოს ლაპარაკი. ანუ გაგრძელდება სვლა იქითკენ, საიდანაც აქამდე მივდიოდით და გამოსავალი კვლავ რჩება ერთადერთი, რომ საქართველოდან უნდა მიეცეს კაცობრიობა სოფლიოს ის ახალი გადამრჩენელი, უფლის სიტყვის მიერ მოტანილი ის ახალი იდეოლოგია, ის ახალი წესწყობილება, ახალი ფორმაცია, რომელიც მისცემს საშუალებას, რომ სოფლიომ იცხოვროს მშვიდობიანად. ეს არის ერთადერთი გზა, სხვა გამოსავალი არ არსებობს, სხვა გზა არ არსებობს, ამდენად ისევ და ისევ დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ იმედები უნდა გაგიცვლოთ, ვინც დიდი მოლოდინებით ელოდება აი ამ ორი ლიდერის შეხვედრას. აი ეს მინდოდა ამ თემაზე მეთქვა. დიახ. ნუ ახლა გადაცემის ფორმატი ჩვენ უკვე არ გვაძლევს საშუალებას, რომ ამ მიმართულებით გავაგრძელოთ საუბარი, უკვე საათს ცილდება ჩვენი გადაცემა. ნუ ვიცით, რომ დრო ამ შემთხვევაში უკვე საზიანოდ მუშაობს. დიდი ანალიზი უჭირდება, ძალიან დიდ ცვლილებასთანაც გვააკერდროულად საქმე სოფლიო მასშტაბით, ეს წააგავს საბჭოთა კავშირის რღვევას. ეს იყო მოწმენდილცაზე მეხის გავარდნის ტოლფარდი და თვით საბჭოთა კავშირის დაშლისათვის მომუშავე ცენტრებისთვისაც გასაოცარი რამ.
არ ელოდნენ თუ ასეთ ტემპს და ასეთ სიჩქარეს შეიძენდა ის მოვლენები, რომელიც განვითარდა 90-იან წლებში. ამას თვითონაც არ ელოდნენ და იმდენად სწრაფად წარიმართა ვებერთელა უზარმაზარი იმპერიის დაშლა, უზარმაზარი იდეოლოგიური სისტემის ჩამოშლა, რომ გაჩნდა ძალიან სერიოზული შიში, რომ ის იარაღი და ეს ტექნიკური შესაძლებლობები პატრონად არჩებოდა და რა დაემართებოდა სოფლიოს. გაჩნდა ამის შიში. ჩვენ კიდევ უფრო დიდი მასშტაბის ზრღვების წინაშე ვდგევართ და ამას უყურებთ. გლობალისტური გეგმა, რომლის ნაწილიც იყო თვითონ საბჭოთა კავშირის შექმნას და მარქსიზმის გადაგებას და სოფლიო ერთმართველობამდე ღარიბების, ბატონი აკაკი ასე ახალებს, ღარიბების და ინტელიგენციის საშუალებით სოფლიო ერთმართველობისათვის ბრძოლის გზა იყო. ის რასაც კომუნისტური მოძრაობა იყო, იმიტომ რომ ეს იდეოლოგია მათ ცენტრებში იყო დამუშავებული, მაგრამ სტალინის ფენომენმა შეცვალა ეს ყველაფერი და სახე უცვალა ამ ყველაფერმა და ორი სისტემა ერთდროულად არსებობდა. ახლა ამ მეორე სისტემა, რასაც თითქმის მე-20 საუკუნე მიეძღვნა და 21 საუკუნემდე გადმოვიდა ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, საერთაშორისო ორგანიზაციები, თითქოს და ზეჰუმანიზმი, ხო, აი რაც ევროკავშირია და როგორც არის, ახლა აღარ დავიწყებთ ამის ღრმა განხილვას, აი ეს მსოფლიო მმართველები, ზედა ელიტა მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამით მსოფლიო ერთმართველობამდე ვერ მივლენ, ამით იმ ერთს ვერ დაასვავენ. ეს გეგმა უკვე გაიჭედა, გაუშვეს ხელიდან და მსოფლიოში მართლაც წარმოიქმნა სხვა გეოპოლიტიკური ცენტრები ჩინეთის სახით, რუსეთი როგორც სამხედრო ცენტრი, წითელი მასონობა კრემლში გამოკალათებული. სხვა ცენტრია, რომელსაც არ აქვს სურვილი, რომ ისევე გადაჯეგო როგორც იყო. იძულებული ხდებიან დაიწყონ შემოვლითი გზით, ამაზეც ჰქონდა ნასაუბრები და ეს ის გზა არ არის, რომ ამაში რაღაც დიდი ხსნა და გადარჩენის მომავლის ნათელი იდოს. ახალ სიტყვას მოაქვს, აი მხოლოდ ამ ასპექტში შევეხები. ახალ სიტყვას მოაქვს, თანაც მოკლედ რა თქმა უნდა. ერთ-ერთი უმთავრესი გვაკუთხედიც მომავლის აზროვნების კვებისთვის, რომ კერპების დრო დამთავრდაო. ახალი ფორმაცია რას გვაქვს? არა ახალ კერპს, როგორც წარმართველს, ანუ პრეზიდენტს დაუშვათ, ან მონარქს განსაკუთრებული უფლებებით აღჭურვილს, რაც იყო მართლაც ტრადიციულად მონარქიის დროს, აბსოლუტური მონარქიები როცა იყო. არამედ ფორმაცია ხდება, სისტემა ხდება, რომელიც ისე ანაწილებს ძალაუფლებას, იქ ოპოზიცია, იქ პოზიცია, იქ სასამართლო და ასე სტრუქტურა, რაც არის სახელმწიფოებრიობის თანამედროვე სახელმწიფოების სტრუქტურა, ამათ შორის ისე ხდება ძალაუფლების განაწილება, რომ მიღწეული არის რეალურ გამჭვირვალეობას აღწევს. რეალურ სფერულ ფორმაციად გარდაიქმნება და არა პირამიდულ რაც არის, ეს არის პირამიდული ფორმაცია, იქ დოლარზეც ეგუხატია, სწორედ რომ თავისუფლება მაღლა წვერო, შეწვერო თავის წონით დაბლა აწვევ. აქ სხვანაირი ხდება გარდასახვა და პიროვნებაზე კი არაა დამოკიდებული. რა სისტემა აპიროვნებას ამუშავებს, მანამ სანამ ეს პიროვნება იმას ასრულებს, რაც საჭიროა. და როგორც კი გადაცდება, ის სწრაფად იცვლება. აი ეს სხვა რამე, აქ პიროვნება, კერპების დრო დამთავრდა. ანუ ეს პრინციპი იდება ფორმაციის საფუძველში. ახლა რას გვთავაზობს დასავლეთი? გვთავაზობს კერპს. ყველანაირი უფლებამოსილებით შემკურს. და ასეთი კერპა დღეს გამოყვანილი არის ერთი პიროვნება. მასკი. რა გადაეკიდება, რომ მასკი ეს არის ტრამპის მარჯვენა ხელი. ჯერ ერთი ეს ტრამპიც არის ქარიზმატიკული, არის თავქარიანი, არის ესეთი, არის ისეთი, რომელსაც თუნდაც მამას დიდ ასე რომ შენ უნდა იყო კილერი. კოლელი. ხო, ზუსტად ისტორიის კარგი მცოდნეები ცხოვრობთ, ხო შეგვიძლია დიდი პიროვნებების ერთი ისტორიები შევისწავლოთ და ვამცნოთ სიხარულით ერთი მეორეს. ერთ-ერთმა ქართულმა ტელევიზიამ დიდი სიხარული გვამცნო, როგორ აღიზარდა და ხო, კილერი უნდა იყო, ან კოლელი უნდა იყო. ავარია ფული გარეკეთ. ხო, რა. ქონდა ამ პიროვნებას კაზინოც, ბიზნესიც ქონდა, ყველაფერი ქონდა. მოკლედ რაც არის, ეს არის ჩვენ ტრამპი, ყურში დაჭრილი. მაგრამ მას ყავს მარჯვენა ხელი, რომელიც მარჯვნივ კაფავს ყველაფერს და
ეს არის მართლაც გამოძერწილი კერპი, ძალიან გაგრძელდება მას საბარი, ამაზეც მასალები არის თუ როგორ იწყებს ეს ადამიანი რაკეტული ძრავებით ზიაღმაფრენას. ესე იგი თუ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, არის რომ დიდი რა მიღწევა, ოჯახი თუ შექმენი კიდე და თავი მოაბი ეგეც დიდი მიღწევა უმრავლესობისთვის და რა თავის გასატანის საშუალება თუ გაქვს, მაგრამ იბადებიან გამორჩეულებიც, რომლებიც თავიდანვე დიდი სისწრაფით ილტვიან ზევით და ზევით. ნუ ხდება ასეთი რამე, რომ ისეთი ზღაპარი იქნება ამ პიროვნების ირგვლივაც, რომ იგი დაჩაგრულია და რაღაც ჩავარდნილი მდგომარეობიდან პატარა პროგრამას აკეთებს და ასე იწყებს მერე მისი ამერიკული ოცნება აღზევებას ქმნის ერთს, მეორეს და ატესტაციებს. ძალიან კარგად არის შესწავლილი მისი ისტორიაც, არ თუ ისე ღარიბი ოჯახიდან არის, მამამისი ალმასების საწარმოს უფლობელი იყო თუ საბადოს ერთ-ერთი მოწილე იყო, კარგი ფული საწყისშივე ჰქონდა და საოცარი ის არის, რომ მისი წამოწყებული საქმეები ეკონომიკური წინსვლით კი არა, პირიქით გაკოტრებით მთავრდებოდა და რატომღაც მისი მოწინააღმდეგე კომპანიები უცებ იწყებდნენ რეორგანიზაცია დაშლას და მას კი ყიდულობდა, მას კიდევ ფინანსებს აძლევდნენ. ჩნდებოდნენ ფინანსისტები, რომლებიც ამ ბიზნესს აფინანსებდნენ და მე ეს ყიდულობდა ამ კომპანიებს. ესა დეტალურად ჩამოყალიბებული. შემდეგ ამერიკის სახელმწიფო NASA სპეციალისტები ბარგდებიან და SpaceX ამის კერძო კომპანიაში შედიან თავიანთი უზარმაზარი დაგროვილი ცოდნით სახელმწიფო ამერიკისა მთელი გონის მიერ დაგროვილი ცოდნით შედიან და SpaceX-ის პროგრამას უქმნიან, რომ მარსზე უნდა წაგებულოს, მაგრამ და ახალი მოაწყოს. ხო. ასევე უამრავი მეცნიერის, უამრავი სახელმწიფო საიდუმლოების მიერ საიდუმლოებათა მცოდნეების მიერ შემუშავებული გლობალური კონტროლის და გლობალური ინფორმაციის გავრცელების ტექნოლოგიას აძლევენ Starlinks, ამის კერძო კომპანიას, ისევ სახელმწიფო აფინანსებს მილიარდობით დოლარით, სახელმწიფო აფინანსებს გამოუყოფს და ერთი პიროვნების ხელში ექცევა NASA-ს მთელი ცოდნა და ესაფრენს რაკეტებს, ერთი პიროვნების ხელში ექცევა მთელი სახელმწიფოს 10 წლეულობის თუ არა 100 წლეულის განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და Starlink-ი კეთდება, გლობალური სწრაფი ინტერნეტი, კოსმოსური ნებისმიერ წერტილზე, ერთ პიროვნებას ეძლევა, თუმცა რატომღაც პირველ რიგში ამას ამერიკელი სამხედროები იყენებენ თანერდროულად. ერთდროულად ეძლევა ის, რომ ის ელექტრომობილებს ქმნის და ეს ტესლას პროექტიც მისი არ ყოფილა, გასახელებენ ორბის, რომელმაც ეს დაიწყო თავის ტექნიკური ყველაფრით უზრუნველყოფით ამის ხელში როგორ ხდება. მოკლედ, ბევრი რო არ გამიგრძელდეს, ერთდროულად იწყებს ეს მუშაობას ტვინში იმპლანტზე, რომელიც ჩაინერგება ტვინში და ხელოვნურ ინტელექტს მიუერთდება და შენ ექიმთან წასვლა არ დაგჭირდება. და ეს თვითონვე გიტარებს ანალიზს და თვითონვე გეუბნება რა და როგორ უნდა იკურნა, რომ ჯანმრთელიყო და კარგად იყო და ასე შემდეგ. ესე იგი, გარედან ხელოვნური ინტელექტით ამ იმპლანტს ჩაგინერგავს, ამაზე ეს კაცი მუშაობს, ამაზეც ეძლევა აი ეს შესაბამისი თანხა. მოკლედ ნახევარ ტრილიონამდე არის მისი ეს ქონება. რატომღაც ამის პროექტებს ის ძალიან დიდი ფინანსისტები გულუხვად ამერიკის სახელმწიფოსთან ერთად დიდი ფინანსისტებით გულუხვად ამარაგებენ და იქნება უზარმაზარი კერპი, ტრამპის მარჯვენა ხელი, რომელიც ყველაზე ცნობილი პიროვნება მთელ მსოფლიოში. მსოფლიო ვარსკვლავია. იქნება ფილმი, როგორ ეცხადება ქრისტე, როგორ ესიზღვრება, როგორ არის იგი უკვე გარდასახული და კონსერვატიული სამართლისთვის როგორ იიბრძვის მთელი მსოფლიო და როგორ უკვე ებრძვის გლობალისტებს, რომლებიც ხედავ რას გვიშვებოდნენ. აი, იგივე ცენტრისგან, რომელმაც ის გლობალიზმი შექმნა მსოფლიო ერთმართველობისთვის, იგივე ცენტრი ქმნის ახალ მსოფლიო მასშტაბის კერპს. და ამ კერპით მოქმედებენ. ესე იგი, აქ ის კი არა, რომ რაღაცა მართლაც ისეთი რანგის ცვლილებაზე მიდის, რაც ღვთისგან არის მოწოდებული, არამედ ისევ იმ ძველში იმ კერპებით ცდილობენ ფონს გავიდნენ. ეხლა რამდენად რა ფონზე გავაკიდე ეს საქმე, ეს სხვა საკითხია. და მართლაც ჩემი ლაპარაკი სწორედ მინდა იმით დავასრულო, რომ
ბატონი ელაკი ასეთ რამეს გვეუბნებოდა. მოლაპარაკებები რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ ეს მოლაპარაკებები სასურველ შედეგს ვერ მიაღწევს, ჩაიშლება. იმიტომ რომ გზა თუ არის დაღუპვის და ჯერ ეს ბედისწერა არ შეგვიცულია, არ შემოუბრუნებულ ვართ, მარცხიანი იქნება შეთანხმება, რომც შეთანხმდნენ. და მართლაც ის დედამიწაზე ლუციფერის თვალი გააბატონეს ხელოვნური ინტელექტით. ეგ კიდე მსჯელობის ცალკე თემა. ამაზე შეთანხმდნენ. ტრილიონობით ფული უნდა ჩაყარონ, რომ ტოტალური კონტროლის უკვე ახალი საფეხური შემოიტანონ და შემოიყვანონ. თავის შედეგები. და ეს გლობალური ძერჟავებიც რომ მორიგდნენ ერთმანეთში. გაინაწილონ მსოფლიო და ყველას გადაგვიწყიტონ და ყველას ჩვენი ადგილი მიგვიჩინონ. არ თუ ისე სასურველი რა თქმა უნდა. ერთჩვენიერ დღეს ის ელექტრონული სისტემაც აურევს და მაინც ზავაკაცობრიობა დაღუპვისკენ. ასე რა თქვა. ადამიანმა იმდენი რომ იეშმაკოს, რომ თავის გადარჩენის მიზნით ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ ეს ბოროტი ცხოვრების წესი დატოვოს, როგორც მეუფება თავის. ჩაეშლებათ, იმიტომ რომ ეს არის იგივე ახალი ბაბილონის გოდოლის მშენებლობა. ღვთაებრივი კანონზომიერების წინააღმდეგ. ხო, რომ აი უკვე უნდა ჩაანაცვლოს ყოველგვარ რა ღმერთი, რის ღმერთი, აი პროგრამა მე ვარ აქ, ღმერთიც მე ვარ და ყველაფერიც მე ვარ. აი ამ ხელოვნური ინტელექტით, რომელსაც ისეთ პროგრამას გავაკეთებ, როგორიც მე მინდა, რომ ჩემი ბატონობა მარადიული იყოს დედამიწაზე. და ეს მთელი მსოფლიოს შემოვარტყა უკვე ძალიან მტკიცე სარტყელი. ერთი დიდი საკონცენტრაციო ერთი დიდი ჩაიშლება. მაინც ჩაიშლება და მაინც დამთავრდება იმ დიდრის და იმ განადგურებით. აი ეს მოცემულობა გვაქვს. ამიტომ ვერავის ვერ დაგამშვიდებთ, რომ აი კარგი იქნება და ყველაფერი ციგზე იქნება, თუ ესენი მორიგდებიან. თუ არა და აგერე სხვალიდელი დღეც შორს არ იქნება. ძალიან მარტივი რომ დავიყვანოთ ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა, აი ძალიან მარტივენით რომ ავხსნათ. გარკვეულ დროს ადამიანთა ერთმა კასტამ, გარკვეულმა ადამიანებმა უახერხეს და იშოვეს ძალიან დიდი ფული, მევახშეობით იმით. იმდენად დიდი ფული, რომ მათ შეეძლოთ და ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოებსაც და მონარქებსაც კი აფინანსებდნენ და უკეთავდნენ გარკვეულ მოქმედებებს. ომისა და მშვიდობის საკითხებში იღებდნენ გადაწყვეტილებას. მაგრამ მაინც მონარქები სახელმწიფოს თავისად მეიჩნევდნენ, რომელსაც თავიანთ შვილებს გადასცემდნენ ტახტს და სამართავად და ამდენად ისინი მაინც არ იყვნენ ქვეყნის გამყიდველები და სრული პარპაშის და სრული გაბატონების საშუალებას ამ ბატონებს არ აძლევდნენ. ამიტომ ამ ბატონებმა დაждდნენ და სულ სხვა საქმე არის პრეზიდენტი და პარლამენტარი, რომელმაც იცის, რომ 4-5 წლით არის მოსული და უნდა მოასწროს, რაც შეიძლება მეტი იშოვოს, რომ მე იცის, რომ შეცვლიან იმას. ან თუ კარგად მოემსახურება იმათ, ვინც მოიყვანეს, კიდე შეიძლება დატოვონ ერთი ვადით ან ორი ვადით და კიდე უფრო მეტი ფული და ქონება და ფუფუნება დააგროვოს. აი ასეთი სისტემა მოიფიქრეს, შექმნეს იმათ, სადაც ნებისმიერ ეს მუშაობდა კარგად. გარკვეულ ყველა ქვეყანას შეეძლოთ შეღწევა, შეექმნათ მასობრივ საინფორმაციო საშუალებები, თავის დროზე ჯერ პრესა, მერე უკვე ტელევიზიები შემოვიდა, შეეძლოთ შეექმნათ პარტიები, დაეფინანსებინათ, შეექმნათ არასამთავრობო ორგანიზაციები და ამ ყველაფერს ისინი საკმაოდ ჩაუბრუნდნენ საქმეებში და ქვეყნების დაქცევაში და ძირგამოუფრა საქმიანობაში მოიხმარდნენ და ძარცვავდნენ ამ ქვეყნებს და ფაქტიურად კოლონიებად აქციეს და მთელი მსოფლიო კოლონიად გადაიქცეს, დაიქვემდებარეს. აგერ უკვე ამას ჩვენ აღარ ვავლავთ თუ წლების წინ მხოლოდ ჩვენ ლაპარაკობთ ამაზე, დღეს უკვე ყოფილი კოლონიზატორები ლაპარაკობენ. ლაპარაკობენ აგერ თუნდაც USAID-ის შავმრელი საქმეების გამომზეურებაც კმარა ამ ყველაფრის მტკიცებულებად და ვითომ აქამდე არ იცოდნენ მათი საქმიანობა. ანუ რა, შეიქმნა ეს სისტემა იმისთვის, რომ ფულიანება როგორც თევზმა წყალში, ისე იგრძნოს თავი, იმიტომ რომ ფულია ყველაფრის განსაზღვრელი, ფულზე იყიდება ყველაფერი, სხვა ყველა ღირსება გადაწეულია მეორე, მეათე ლანზე და მთავარი ფული გაქვს, ყველაფრის წარმმართველი შენახა, ყველაფრის ბატონ-პატრონი შენახა, არც არავინ არ გეკითხება
წყარო საიდან მოიპოვე ეს ფულისა, როგორ იშოვე გუშინ თუ აგერ არ ქონდა ფოთლები ზოგი იბრალებს ფოთლების მოშეგროვებით იშოვა და რაღაც ზღაპრებს ყვებიან კონკია ზღაპრებს ყვებიან ხო ზღაპრებს ყვებიან ანუ შეიქმნა ფულის სისტემა სადაც ფულიანები ბატონობენ უფულოებზე და მართავენ მათ როგორც უნდათ და განაგებენ არათუ ცალკეულ ადამიანებს არამედ სახელმწიფოს და დაქვემდებარებაში ყავთ აი ამ ფონზე რა თქმა უნდა მათ ამ სისტემის რომელიც თავიანთი შექმნილია უბრალოდ მათი წინაპრების შექმნილია სწორედ იმიტომ რომ სრული ძალა უფლება მიეღო და სრული უპირატესობა მიეღოთ დანარჩენ ყველაზე უბრალო მასაზე რა თქმა უნდა ისინი არ არიან თანახმა ამ სისტემის შესრულებაზე მაგრამ რიგით ადამიანებს რომელთაც ჩვენ პრინციპში თანამედროვე მონათლობელობის პირობებში გვაყენებენ და გვაცხოვრებენ ეს არის მონათლობელობის თანამედროვე კარგად შეფუთული, კარგად შენიღბული ფორმა. თავად განსაზღვრეთ, თუნდაც ერთი მაგალითის მოყვანით, გადავხედოთ რა რეალურად რა ხდება ადამიანს. აქ უზარმაზარი ბანკის ვალი და მუშაობს იმისთვის, რომ იმ ბანკს მოუტანოს მოგება, ანუ შეუტანოს პროცენტი. თვითონ მხოლოდ იმდენი რჩება, რომ იარსებოს. ზამთარში არ გაიყინოს ჩასაცმელი შემოიცვას იყიდოს ის ჩასაცმელი და საჭმელი ქონდეს. ძალიან ბევრს ამის გადახდის უნარიც აღარა დაკარგა ის რაც მამაპაპისგან განოცებული ქონდა სახლი, კარი, მამული, აი ყველაფერი ბანკში რაც ქონდა ჩადებული და აი ამაზე უფრო უარესი რითი იყო მონათლობელობა მე უბრალოდ ვერს წარმოვიდგენი. ეს არის უბრალოდ კარგად შეფუთული ადამიანის უფლებებითა და დემოკრატიით გაფერადებული, შეფერადებული ფორმაცია. რა თქმა უნდა, მათ არ უნდა ამის შეცვლა, მაგრამ მოვიდა დრო, როდესაც ამ ფორმაციამ, ამ სისტემამ თავისი მოჭამა, დრო გავიდა, მისი შეცვლის დროა, ამას გვეუბნება უფალი და აქვე გვაწვდის იმ ახალი ფორმაციის მოდელს, პროგრამას, გეგმას, თავისი იდეოლოგიით ურთ, როგორ და რანაირად უნდა შეიცვალოს. აი ამაზე მარტივად ამ შექმნილი მდგომარეობის ახსნა მე არ შემიძლია. ახლა ვდგევარ ჩვენ იმ გზა გასაყართან, როდესაც უნდა გადავწყვიტოთ. ვაპირებთ და გვინდა რომ დავრჩეთ იმ ყოფაში, რომელშიც ჩაგვაყენეს, თუ წავიდეთ ამ ცვლილებებზე. ამ ცვლილებებზე რომ წავიდეთ, ამისთვის ყველაფერი მზად არის ჩვენ გვაქვს იურიდიული სამართლებრივი საბუთი, ამაზეც ასაუბრებო აღარ შევჩერდები. დე იურე ხელთ გვაქვს გადასაწყვეტია საკითხი დე ფაქტოდ. ამისთვის ერის გაერთიანებაა საჭირო, ამისთვის ადამიანების სიმრავლეა საჭირო და ამისთვის არსებობს ეროვნული თანხმობის დარბაზი, რომელმაც უნდა იკისროს შუამავლის როლი ყველა იმ პარტიას შორის, ყველა იმ ცალკეულ დაპირისპირებულ ადამიანთა დაჯგუფებებს შორის თუ აგერ ინტელიგენცია, რიგითი ადამიანები არიან, ყველას გადასაწყვეტია ეს თემა, ყველას სამსჯელოა, ასე ვთქვათ, ყველას თავისი ვალი აქვს თავისი მომავლისთვის და ქვეყნისთვის გადასახდელი და აი ამ გზაგასაყართან ვდგავართ და ამ საკითხის გადაწყვეტა გვიხდება და როდესაც გვეხმიანებია რომ კი ბატონო დაიწყეთ და მოყვებით, აგერ ბატონო დაწყებული გვაქვს და საუბრად ვარ დარჩეს, ველოდებით ყველა ადამიანს, ვისაც ჩართვა უნდა აი საკითხების გადაწყვეტაში, ვისაც მონაწილეობის მიღება უნდა, ჩვენი კარი ყველასთვის ღია. აი ამ ბოლომდე მიყვანა საჭირო მოკლედ. აი ამ ბოლო სიტყვებით მინდა დავამშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს პატრონობა მოუხადოთ და იმედი ვიქონიოთ რომ ყველა შევხვდებით მომავალ კვირას. მადლობთ როებით მომავალ შეხვედრაზე.